ბატონო. ეკრანსაც გავაზიარებ, ბარემ და ერთ-ორ წუთში დავიწყოთ. მითხარით თუ დაინახავთ ჩემს გაზიარებულ ეკრანს. ეხლა ხედავთ რაიმე ეს? ჯერ შენ ჩახარდაში. ეხლა ის ვნახოთ. ეხლა ჩანს ჩემი ეკრანი? ახლა კი ეკრანი გაზიარებს. ხო. როგორ არის ეს? დამამსხმელის გამოყენება. მოცემი რაღაცას ჩატში წერებიან. სად არის ჩატი? გამარჯობათ. გამარჯობათ. მანო ისმის ჩემი ხმა ხომ? კი, ისმის. წარმატებული შეხვედრამ. გაიხარე. ველევეს ყველა თქვენთაგანს. გაიხარე. აქ რაღაცები ამერ დამერია მე. ესე რომ თქვათ. კარგით, გამარჯობათ მეგობრებო. მოგესალმებით, მე ვარ ლაშა, Python-ის მენტორი ალგოუნიში და დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. ეხლა დღეს რაზე ვილაპარაკებთ? დღეს ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტზე და როგორც ხედავთ ეკრანზე, აქ სილაბუსი არის, ესე იგი, რაც მე შევადგინე და ამ სილაბუსსაც განვიხილავთ, მაგრამ თავიდან, ესე იგი, ჩვენ დავიწყებთ იმაზე ლაპარაკით, რა შეცვალა ზოგადად ხელოვნურმა ინტელექტმა. ჩვენ ახლა რა გვაინტერესებს, ხო? ჩვენ გვაინტერესებს რა შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა, კონკრეტულად პროგრამირების მიმართულებით. სავარაუდოდ, ახლა ბევრ თქვენგანს ეს შეკითხვა აწუხებს და ზოგადად ახლა ვინც აპირებს რომ ხელოვნური ინტელექტის ან საერთოდ პროგრამირების სწავლას, ეხლა ისიც საინტერესოა, რომ კონკრეტულად აი პროგრამირების შესწავლის კუთხით რა შეცვალა, მაგალითად ისეთმა მოდელებმა, როგორც არის ChatGPT, Claude და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთელი ამ ესე იგი ამ ჩვენი ლაივის მანძილზე მე მაქვს მომზადებული რამოდენიმე შეკითხვა და მაგ შეკითხვებს გზადაგზა დაგისვამთ ხოლმე. თუმცა თქვენც უნდა დამისვათ შეკითხვები, ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რასაც მე ვიტყვი, ან საერთოდ ისეთი შეკითხვები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეხლა დავიწყოთ თავიდანვე იმითი, რომ რა შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა, ხო? მოდი ახლა ვთქვათ, კონკრეტულად პროგრამირების კუთხით რა შეცვალა. პროგრამირების კუთხით შეცვალა ის, რომ აი მოდი ახლა ჩვენ პროგრამირების შესწავლის კუთხით რა შეცვალა, იმაზე ვილაპარაკოთ, ხო?
ესე იგი, პროგრამირების შესწავლაზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა განვაცალკევოთ ორი შემთხვევა. პირველ შემთხვევას დავარქვათ ესეთი შემთხვევა, რომ მაგალითად თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაცა თავისი ძირითადი საქმიანობა, საყვარელი საქმიანობა, ესე დავარქვათ, მაგ საქმიანობისგან აქვს შემოსავალი და ესე იგი, უნდა რომ პროგრამირება ისწავლოს იმისთვის, რომ გამოიყენოს პროგრამირება თავის ძირითად საქმიანობაში, თავის ძირითად საქმიანობისთვის. შეიძლება თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უბრალოდ უნდა რომ პატარ-პატარა სკრიპტების წერა ისწავლოს და რაღაცების ავტომატიზაცია გააკეთოს და შეიძლება თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაცა სტარტაპ იდეა და არ უნდა რომ პროგრამისტი გახდეს და მომდევნო რამოდენიმე დაუშვათ ათეული წელი პროგრამისტობით იშონოს ფული და საქმე აკეთოს, უბრალოდ თავისი სტარტაპ იდეის განსახორციელებლად, ესე იგი, ჭირდება პროგრამირება, ხო? ასეთი პროგრამირების სწავლა, რომ ჩვენთვის რაღაცა პატარ-პატარა პროექტები ვაკეთოთ, ესე ვთქვათ, ან ჩვენს ძირითად საქმიანობაში გამოვიყენოთ პროგრამირება როგორც დამხმარე იარაღი, ასეთი პროგრამირების სწავლა დღეს არის იმდენად ადვილი, როგორი ადვილიც არ ყოფილა არასდროს პროგრამირების რაც არსებობს პროგრამირება მაგისტრიის მანძილზე. ესე იგი, რო ნახოთ ხა თქვენ 10 წლის წინ, ან დავუშვათ უფრო მეტი წლის წინ, ან თუნდაც 5 წლის წინ, სანამ ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდებოდა, რომ როგორ უნდა გესწავლოთ პროგრამირება, თქვენ დაინახავთ უზარმაზარ განსხვავებას, რომ დღეს იგივე LLM-ების, ანუ დიდი ენობრივი მოდელების გამოყენებით, შეგიძლიათ გაცილებით უფრო სწრაფად ისწავლოთ პროგრამირება, ვიდრე ადრე. გარდა მაგისა, თვითონ კოდის წერის პროცესშიც ალბათ გაგებული გექნებათ, რომ არსებობს ესეთი ისა, რომ vibe coding-ი, ხო? Vibe coding-ი შემოვიდა და რაც ნიშნავს იმ გულისხმობს იმას, რომ კოდის წერას პროგრამირების გარეშე. ანუ კოდის წერა კიდევ უფრო ადვილი გახდა. ანუ, ესე იგი, პირველი ნაწილში რაზე ვილაპარაკეთ, რომ პროგრამირების შესწავლა რაღაც დონემდე, რაღაც კონკრეტული მიზნით და მერე კოდის წერა რაღაც დონემდე, რაღაც კონკრეტული მიზნით, არასდროს არ ყოფილა ისე ადვილი, როგორც დღეს. და ეს მათ შორის არის დამსახურება ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის. ესე რომ ვთქვათ, LLM-ების. ეხლა ვილაპარაკოთ ჯერ შეკითხვა ხო არ გაქვთ რაიმე ამ ნაწილთან დაკავშირებით, ეგეც რო ვთქვათ, სანამ მეორე ნაწილზე გადავალ. არ მოგერიდოთ შეკითხვები. ხო, არ მოგერიდოთ შეკითხვები, ძალიან ისეთი შინაურული და ისეთი გარემოა, არანაირად ის არ არის, ანუ რა, რაღაც კი ბატონო, აქაც არაფერი არ არის. ხო. ახლა გადავიდეთ ერთი კითხვა თუ შეიძლება. ხო. ანუ მე როგორც პროგრამირების სწავლელი ახლა და ერთ-ერთ პირველ ეტაპზე მყოფი, ეს გაადვილება რაღაც мотиваციას მიკარგავს, მაგრამ და სულ მაგასთან ბრძოლა მაქვს, რომ აი мотиваცია არ დავკარგო. იმიტომ რომ მე რაც ახლა ვისწავლე რაღაც დროის განმავლობაში, ნებისმიერი რაღაც იმ პრომპტს დაწერს და იმ ლეველზე დაწერს კოდს. ხო. და ანუ რამდენად ეს გაადვილება ყველასთვის, რამდენად ჩემი დამწყები პროგრამისტის შანსები შეამცირა თუ რა გააკეთა ეს. კი, აი ეს ძალიან კაი мотиваციისთვის ძალიან მჭირდება ამაზე პასუხი რა. კი, ძალიან კაი შეკითხვა, ძალიან სწორი შეკითხვაა, რომ ესე იგი ვისაც, ანუ მოდი მე ესე რეფორმულირებას მე ესეთნაირად სხვანაირად კი არა, შინაარსი იგივე იქნება, ანუ უყურე შენს შეკითხვას, ესეთნაირად ვიტყვი, რომ ჩვენ მაგალითად, ჩვენ ესე პირობითად ვამბობ, მე უკვე ვარ პროგრამისტი, მაგრამ ვისაც გვინდა რომ გავხდეთ პროგრამისტები და არ გვაინტერესებს სხვა საქმიანობა, მოგწონს ჩვენ კოდის წერა და ვაპირებთ რომ მომდევნო, ესე იგი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, ესე ახლა ცოტა ახლა რა ვიცი ახლა 10 წლის მერე შეიძლება მენეჯერად გადავალ და ჯგუფი მეყოლება, ხო, პირობითად ვიძახი რომ შეიძლება კონკრეტულად მე კოდი არ ვწერო, მაგრამ შენი შეკითხვა იყო ესეთი რომ მე მინდა რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა იყოს პროგრამირება, სხვა პრინციპში მაინც და მაინც არაფერი არ მაინტერესებს და ჩემთვის რა ეს არის ხო შენი შეკითხვა?
ხო, ალბათ ეგ არის, ხო, მე მაგას ამბობთ ზეღან. ნუ მოთხოვნებმა აიწია გაცილებით მაღლა. ესე იგი, რაზე არის ლაპარაკი, რომ უფრო კონკრეტულად, ანუ ეხლა თქვენ გაგიგიათ ესეთი დონეები, რომ არის ჯუნიორი პროგრამისტი, დაუშვათ რომელსაც რაღაცეები იცის, რაღაც დონეზე, რაღაცეებს თხოვდნენ. მოდი ძველი, აი 3 წლის წინანდელ ჯუნიორზე ვილაპარაკოთ, ანუ 3-4 წლის წინანდელ ჯუნიორს. მერე არის მიდლი, შვაში, ცოტა უფრო ზემოთ და მერე არის სენიორი. ნუ ეხა ეს ესეთი დაყოფა არის, რომ უფრო თვალსაჩინოებისთვის, რომ უცებ რაღაცაზე ვილაპარაკოთ, თორე იქ გაცილებით უფრო მეტი, ესე ვთქვათ, მეტი საფეხურებია, მაგრამ მოდი ესეთი 3 საფეხური ვთქვათ. პრაქტიკულად ადრე თუ დავუშვათ, ესე იგი, ესეთი ჯუნიორი დასაწყისში და ჯუნიორი სადღაც ბოლოს. ანუ თითქმის უკვე მიდლამდე რო არის ასული, ხო? აი, დღეს უკვე თითქმის, ანუ თქვენ თუ გინდათ, რომ აი გლობალური მასშტაბით საშუალო ან დიდი კომპანიისთვის იმუშაოთ, მაგ შემთხვევაში, ესე იგი, მოგიწევთ, რომ აი ჯუნიორის ბოლო ეტაპამდე ახვიდეთ, თითქმის მიდლამდე ახვიდეთ, იმიტომ რომ აი ხელით ისეთი, მოდი ესე ვთქვათ, რომ ისეთი დაუშვათ, ანუ ყველაზე მეტად ვის დაარტყა, ვის გაუფუჭა საქმე ამ ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ, ხო? ამ ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ ყველაზე მეტად გაუფუჭა იმ ადამიანებს, იმ პროგრამისტებს, იმ დამწყებ პროგრამისტებს საქმე, ვისი მთავარი ესეთი უპირატესობა, თავარი ძლიერი მხარე იყო კოდის აკრეფა. ხელით კლავიატურაზე კოდის აკრეფა. ანუ ეს გავეცი, ანუ შეკითხვას პასუხი. დიახ და აი დამწყებებისთვის გამოსავალი აი რა შემდგომარეობს. კი ბატონო, დამწყებებისთვის გამოსავალი არის ესეთი, რომ ესე იგი, პროგრამირების საფუძვლების სწავლის დროს, როცა ჩვენ აი აქ პროგრამირების საფუძვლების პრინციპში ხარ სილაბუსს რო შევხედოთ, მეხუთე თავის ჩათვლით, რაც არის ეს არის, ხო? ანუ ხა აქ რო ვიწყებთ ცვლადები, ტიპები, არითმეტიკული და პირობითი ოპერატორები და ფუნქციები, აქ ეხლა არ წერია, მაგრამ აქ ლაპარაკია სტრინგებთან მუშაობაზეც, რა თქმა უნდა, პირველ თავში, მეორე თავში მონასტროზული გამონაკისები, ჩასწინული ტესტირება, რაღაცა, მეხუთე თავის ჩათვლით. აი მე ვეუბნებ ჩემს სტუდენტებს, რომ ყოველ შემთხვევაში აი როცა ამოცანას მოკიდებთ ხელს, ანუ პირველ რიგში ეგრევე არ წახვიდეთ LLM-თან. ანუ ხელოვნურ ინტელექტთან, რომ დააწერინოთ იმას დავალევა. პირველ რიგში ეცადეთ თქვენით, რომ ხელით დაწეროთ, თქვენი ხელით ააკოწიწოთ კოდი და მაგასაც გეტყვით, რატომ აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა და თუ დაუშვათ რაღაცა მიადგებით ჭიხს, შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩემთან სამენტოროში, შეგიძლიათ წახვიდეთ LLM-თან და რაღაცა დაუშვათ კოდი დააწერინოთ, მაგრამ კოდს რო დააწერინებთ ხელოვნურ ინტელექტს, ხო, იქ რა დაგიწერათ იმ ხელოვნურ ინტელექტმა, ის უნდა გაარჩიოთ. ანუ პირდაპირ თუ ხელოვნურ ინტელექტს მიეცი ამოცანის პირობა, დააგენერირებინე სოლუშენი და გადმოიტანე შენთან ედიტორში და გაუშვი, ანუ და არაფერი არ გაარჩიე, ანუ copy paste-ის გარდა არაფერი არ გააკეთე, ხო? copy გააკეთე ამოცანის პირობის, მიეცი LLM-ს და მე წამოიღე ის, რაც დაგიგენერირა და დააფეისტე იმაში. ანუ უნდა გესმოდეთ რა დაგიგენერირათ ხელოვნურ ინტელექტს, რა კოდი დაგიგენერირათ ხელოვნურ ინტელექტს. და მაგისი კიდე გადაზუსტება, ახლა ჩვენ კონკრეტულად ახლა ჩვენთან სამენტოროში რაც ხდება, ეგ რო გითხრათ, ჩემთანაც ხდება და მაგაზე ლაპარაკიც ხდება და ისეც ყოფილა, რომ LLM-ის დაგენერირებული კოდში შეცდომებიც აღმოგვიჩენია მათ შორის პატარა დავალებებთან დაკავშირებით. ანუ, ესე იგი, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში ეცადოთ, რომ საკუთარი ხელით ააკოწიწოთ კოდი. აი, მაშინ მე დავსვავ ესეთ შეკითხვას, მოდი ეს იყოს პირველი შეკითხვა, რომელიც არ მქონდა გათვალისწინებული, მაგრამ რადგან სიტუაცია მოიტანა, ესე დავსვათ, რომ ეხლა რაში ჭირდება და მე მაქვს პირადად ეგ გამოცდილი, ან ფიზიკაზე როცა ვსწავლობდი, რაში მჭირდებოდა მე, როცა მაიძულებდნენ და ჩვენ გვაიძულებდნენ სტუდენტებს, პირველ კურსელებს, რომ ხელით, ესე იგი, გვეწერა განტოლებები და გაგვეკეთებინა კალკულაციები. რა, მერე ანუ როცა ფიზიკოსები გავხდებოდით, ხო? მერე იმით ხელით გავაკეთებდით კალკულაციებს, არა? აპლიკაციები არსებობს, შეყრი მონაცემებს, მისცემ და გიკეთებს კალკულაციას, ხო? ანუ ხელით არასდროს, მაგრამ აი რატომ გვაწერინებდნენ მაინდა-მაინც ხელით და რატომ გვაწვალებდნენ? აქ ლაპარაკია რაზე? ნუ ეს რიტორიკული შეკითხვა იყო და აქ ლაპარაკია რაზე, რომ არაფერი არავითარებს არქიტექტურულ აზროვნებას, ანუ პროგრამისტულ აზროვნებას, არქიტექტურულ აზროვნებას, როგორც საკუთარი ხელით კოდის წერა.
ეს იგივე ამბავია, რომ რატომაც ვწერთ განტოლებებს მათემატიკაში და ვხსნით, იგივენაირად ხელით უნდა ყველა ვარიანტში პირველ ჯერზე უნდა ვეცადოთ, რომ ხელით დავწეროთ კოდი, იმიტომ რომ ხელით კოდის წერის დროს სხვანაირად ვითარდება არქიტექტურული აზროვნება. ეს რაც არ უნდა მოხდეს, მოდი ცოტა წინ გადავახტეთ ანუ მოვლენებს და წინ იმას ვქნათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც საერთოდ რომ პროგრამისტები ჩაანაცვლოს ხელოვნურმა ინტელექტმა და აგენტებმა და საერთოდ აი ესე კაცმა რომ თქვას, აი საიტის აწყობაც ეძახიან, რომ კოდის დაწერიდან საიტის დახოსტვამდე და განთავსებამდე სულ ყველაფერი რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთოს, პროგრამირების სწავლის დროს, როცა პროგრამისტი სწავლობს საფუძვლებს, ზუსტად არქიტექტურული აზროვნების განსავითარებლად ხელით კოდის წერა ყოველთვის დარჩება. მე არ ვამბობ, რომ მუშაობის დროს მერე როცა პროგრამისტი მუშაობას იწყებს, აი მერე ხელით კოდის წერას დავუშვათ 10 წლის მერეც პროგრამისტი რომელიც მუშაობს ხელით წერს კოდს, მაგას არ ვიძახი, მაგრამ სწავლის მომენტში კოდის წერა დარჩება, ხელით კოდის წერა დარჩება ყოველთვის. როგორც წეგან ვიძახთი, რომ მათემატიკის განტოლებების ამ ბავშვებს რატო ვაიძულებს სკოლაში მათემატიკის განტოლებების წერას, არსებობს კალკულატორი, რა გვინდა, ანუ რა ვაწვალებთ, ხო ბავშვებს? რომ ვაწვალებთ, იმიტომ რომ აზროვნება განუვითარდეს. ამაშია საქმე. გავიცი იმას შეკითხოს პასუხი. დიახ, მადლობა. კი ბატონო, გაიხარე. ხო, ნუ ეხა სხვას ვინმეს რაიმე შეკითხვა თუ არ აქვს, ესე იგი ხო, ვინმეს ხო არ აქვს რაიმე შეკითხვა? ხო, კარგი. მაშინ მე მექნება ესეთი შეკითხვა. აი, ეკრანზე ხედავთ, ხო? ამას ბოდიშს გიხდით, ანუ ვიზუალურად ვერ მოვახერხე კარგად გაკეთება. ხედავთ, ხო, ჩემს ეკრანზე რაც ხდება? ვინ დამიდასტურეთ? ჩანს. კი ბატონო. ხო, ნუ შეკითხვა არის ასეთი. ეს ახლა აქ ლაპარაკია რაზე? რომ ესე იგი ჩვენი ბუნებრივ სალაპარაკო ენაში ჩვენ შეგვიძლია ესე იგი ერთი და იგივე წინადადების ბევრნაირად გაგება შეგვიძლია. და ანუ აქ ლაპარაკია რაზე, რომ როგორ უნდა მიხვდეს ესე იგი ხელოვნური ინტელექტი კონტექსტს. ნუ large language LLM-ებზე არის, დიდ ენობრივ მოდელებზე არის ლაპარაკი, ხო? ეხლა აქ რა წერია, ხო? ესე იგი აქ წინადადება წერია ესეთი, რომ მოცემულია წინადადება, რომ მე დავინახე მთაზე კაცი ბინოკლით. ეს არის წინადადება, რომელიც მოცემულია, ხო? ჩვეულებრივ და ესე იგი რომელია სწორი პასუხი. ნუ პირველი პასუხი არის და ჩატში დაწერეთ, თქვენ რომელ პასუხსაც მიიჩნევთ სწორად, არ არის პრობლემა, მაინტერესებს ვინ რა პასუხს გასცემს. ძალიან მაინტერესებს სიმართლე რომ გითხრათ. ცოტა ეშმაკური ის არის ეს შეკითხვა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სახალისო. ბინოკლი მაქვს მე, ბინოკლი აქვს კაცს. მე ვდგევარ მთის ფერდობზე და კაცი, რომელსაც ვხედავ, დგას მთის წვერზე, ანუ ორივე მთაზე ვართ. მე ვდგევარ ვაკეზე და კაცი დგას მთაზე. მეხუთე პასუხი არის ესეთი, რომ ცალ-ცალკე ყველა პასუხი სწორია და მეექვსე არ არსებობს სწორი პასუხი. მოდი აბა დაწერეთ აქ ჩატში. კი ბატონო. ესე იგი მეორე პასუხი გასცა. კი ბატონო, ერთი მეორე პასუხი, ორი მეორე პასუხი, სამი, ოთხი მეექვსე პასუხი და ერთი პირველი პასუხი. ხო. მეხუთე არავინ არ გასცა? გამარჯობა, ბოდიში ცოტა დამოგვიანდა. გამარჯობთ. არ აუჩევს. ხო, ნუ ეგ არის. ხო, ნუ ცალ-ცალკე ყველა პასუხი სწორია, ერთი მნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, ანუ რა, რომ სწორი პასუხი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ნუ ბევრნაირად შეიძლება, ხო, ამის გაგება, შეიძლება მე ვხედავ კაცს მთაზე ბინოკლით, შეიძლება მე ვხედავ კაცს, რომელსაც ბინოკლი უჭირავს ხელში, ესეც შეიძლება, რომ ორივე მთაზე ვართ, არ ჩანს ეს ცხადად, არ ჩანს კაცმა რომ თქვას, რომ ესე იგი მე სად ვდგევარ და ის კაცი სად დგეს. შეიძლება ეგრეც იყოს, შეიძლება არც იყოს.
ხო, ნუ აქ ახლა ისეთი შემთხვევა არის, რომ აქ ახლა ცოტა ისე დავწერე, რომ ნუ ეს ორი პასუხი შეიძლება დავაკომბინიროთ აი ამ ორ პასუხთან, ხო? რომ ანუ ეს ორი პასუხი ამ ორ პასუხს არ უშლის ხელს. ხო, თუმცა ეს პირველი და მეორე პასუხი ერთმანეთს უშლის ხელს. ან ერთია სწორი, ან მეორე. ნუ ეხლა ეს მესამე და მეოთხე პასუხიც ეგრე არის. ხო, ეს ისე პატარა, ესეც სახალისო ისენი გვაქვს. ნუ ყველაფერი იმაზე არ არის ეხლა ეს რთული პასუხია, მაგრამ ნუ კაი, მაგამდე მივიდით. ნუ კიდე ერთი რაღაცა დაწერეს, ესე იგი აქ. ხო, კი ბატონო, მეხუთე პასუხი. კი ბატონო. კარგი, ნუ ესე დაუბრუნდით ახლა სილაბუს. ხო. ნუ ეხლა მოდი წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, რომ ხო, ვინმეს რამე შეკითხვა ხო არ გაქვთ? კი ბატონო. ხო, წარმოვიდგინოთ ახლა ესეთი სიტუაცია, რომ მე ვთქვი ესეთი რამე, წეღანო ახსენე, რომ მოდი წარმოვიდგინოთ მეთქი, რომ აი ესეთი შეკითხვა არის, რომ საერთოდ პროგრამისტები ჩვენ საჭირო ვიქნებით საერთოდ, აი რაღაცა მაგალითად 5 წლის შემდეგ. ესე იგი, აქ გასათვალისწინებელია ესეთი შემთხვევა, რომ თუ 5 წლის მერე, აი დღეს ჩვენ ვინც მაგალითად არიან backend developer-ები. მეც backend developer-ი ვარ და AI ინჟინერი ვარ და მაგასაც აგიხსნით მერე, ესე იგი, მან რა მომენტებია, მათ შორის ამ სილაბუსის ხარჯზეც. ესე იგი, მე ვარ backend developer-ი და დაუშვათ 5 წლის მერე, ესე იგი, ისე განვითარდა AI-ზე, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული იარაღები, რომ საერთოდ backend developer-ი აღარ მჭირდება თავიდან ბოლომდე კოდის წერიდან, ანუ ტექსტის გამოყენებით მე ვეუბნები რა მინდა, ესე იგი, რას ვთხოვ, ჩვენი სალაპარაკო ენის გამოყენებით AI tools რაღაცას და ეს AI tool-ი თავიდან ბოლომდე, ესე იგი, მე მეუბნება, რომ აი links ჩამიგდებს და კი ბატონო, შედი ამ საიტზე, შენ რაც მითხარ, ყველაფერი გავაკეთე, საიტი მუშაობს გაშვებული. და ეს ამას უზარმაზარი ეს ადვილად არ იქნება ეს ამბავი. ეგ არ დაიჯეროთ, რომ ეგ ადვილად იქნება. მაგრამ თუ ასეთი რამე იქნება ვისგან? მაგალითად, პირობითად რო ვთქვათ, რომ Microsoft-მა ესეთი იარაღი შექმნა. თუ Microsoft-ი ესეთი იარაღს შექმნის, დარწმუნებული იყავით, რომ მოხდება იგივე, რაც მოხდა, ესე იგი, ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში, რომ თავიდან იყო მარტო OpenAI, ChatGPT და მერე წამოვიდა და ეგრევე Grok-ი გაჩნდა, მერე მანამდე Anthropic-ი გაჩნდა, ანუ Claude-ი, რაც არის Cloud-ს რო ვეძახით, მერე უცებ გამოხდა იქეთ DeepSeek-ი, ჩინური ესენი AI და ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესე იგი, ამ დიდ კორპორაციებს აქვთ თავიანთი ინტერესები. და ესე იგი თავიანთი კერძო ინტერესები და ერთმანეთს ეკონკურენტებიან და ყველაზე მეტად მოგებული მაგ კონკურენციისგან ვრჩებით ჩვენ. უბრალოდ ესე იგი მომხმარებლები, იმიტომ რომ ესე იგი ერთის მხრივ, ანუ ხო, ან მათ ორი არჩევანი აქვთ, რომ კონკურენციის გამო ან იძულებულია რომ უფრო ნაკლებ ფასში შემოგთავაზოს იგივე პროდუქტი, მაგალითად Grok-მა, ანუ Elon Musk-ის ის რაც არის, ან შეიძლება რომ უფრო იგივე ფასში, ესე იგი უფრო იმუშაოს იმაზე, რომ გააუმჯობესოს და მეტი უფრო ესე იგი, როგორ თქვა, ანუ უფრო advanced რაღაცა შემოგთავაზოს, ხო? ეგ ბაზრის პრინციპია, ანუ რა. ან ნაკლებ ფასში სთავაზობ იგივე პროდუქტს, რომ შენი კონკურენტს მოუგო კონკურენცია, ან იგივე ფასში, ესე იგი, სთავაზობ უფრო მეტს. ეს მარტივი ის არის, ხა მაგას ის არ ჭირდება. ხო. და შესაბამისად, თუ გამოჩნდება, ესე იგი, რომ დაუბრუნდეთ იმ აზრი მე წეღარ რას ვიძახთი, რომ გამოჩნდა ესეთი tool-ი, რომ backend developer-ი და საერთოდ front-end developer-ი არც ერთი აღარ მჭირდება. ჯერ ერთი მაგას დაჭირდება წლები. და მერეც მეორე, თუ გამოჩნდება ეგეთი tool-ი, ეგეთი იარაღი, მაშინ ესე იგი ეს გამოჩნდება ერთს რო ექნება Microsoft-ს, მერე ისიც Tesla-ს გააკეთებს, მერე სხვას გააკეთებს და ერთად გამოჩნდება ბევრი იარაღები. ეხლა აქ რაზეა საკითხი, რომ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ თვითონ ესე იგი ამ AI იარაღის შექმნაზე ხო ბევრი პროგრამისტი მუშაობს, ეს ხო თავისით ხო არ იქნება? ანუ ესე იგი თუ აქეთ ამ მხარეს, რაღაცა მხარეს, backend-ის მხარეს, front-end-ის მხარეს, პროგრამისტებმა დაკარგეს სამუშაო იმის გამო, რომ ესეთი tool-ი, ესეთი იარაღი გამოჩნდა ბაზარზე, ეგ ნიშნავს იმას, რომ იმ tool-ის შექმნას დაჭირდა ძალიან ბევრი პროგრამისტის მუშაობა.
და მე თქვენ წეგან გითხარით, რომ ესე იგი ბევრი პროგრამისტის მუშაობა რო დაჭირდა, ეს ერთი და იგივე პროგრამისტები კი არ მუშაობენ, მაგალითად Tesla-სთვის და Google-ისთვის და Microsoft-ისთვის, იმათ თავთავიანთი გუნდები ყავთ, რომლებიც ამაზე მუშაობენ. ანუ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ რაოდენობა ხალხის პროგრამისტების, რომლებიც დასაქმებულები აღმოჩნდებიან იმ AI იარაღების შესაქმნელად, ხო? ესე იგი პროგრამისტები არიან. უბრალოდ ცოტა სხვა რაღაცეებიც იციან და სხვა რაღაცეები რეებიც იციან, მაგაზეც ვილაპარაკეთ, ეგეც არ არის პრობლემა. ხო? ესეთი ამბავი არის. ანუ ესე იგი თუ სადღაც მაგალითად front-end developer-ი აღარავის აღარ დაჭირდება, სამაგიეროდ დაჭირდება AI ინჟინერი. ესეთი ამბავი არის რა. მერე კიდე აქ არის ერთი მომენტი, ანუ რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, ალბათ ყველას ესე ვინც პროგრამირებასთან შეხება ქონიათ და ვისაც არ ქონიათ, იმას ავუხსნი, რომ არის ასეთი რაღაცა, რომ ესე იგი ედიტორი, სადაც ჩვენ კოდს ვწერთ. ნუ კოდი არის ინსტრუქციების ერთობლიობა. ნუ ესეთი რა უნდა გააკეთოს კომპიუტერმა, ხო? ესეთი ტექსტური სახით ინსტრუქციების ერთობლიობა და აქ არის როგორი მომენტი, რომ უფრო და უფრო მეტად, ესე იგი, ეხა მით უმეტეს ამ მომენტში შემოდის, ესე იგი, ამ ედიტორში, ანუ ედიტორში დაინტეგრირებული AI საშუალებები, რომელიც გვეხმარება კოდის წერაში. მაბატით. ჩვენ უნდა გვესმოდეს ესეთი რამ, რომ არც ერთი დიდი და არც საშუალო CDD-ს ბანკი. არც ერთი, ესე იგი, ან საკრედიტო საფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც ესე იგი, რომელიც ამ საქმიანობას ეწევა. არც მაგალითად სახელმწიფო, ესე იგი, სტრუქტურები, მაგალითად ისეთი როგორიც არის დაუშვათ სამთავრობო სტრუქტურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასე შემდეგ. ეგენი არასდროს არ დაუშვებენ იმას, რომ თავისმა პროგრამისტმა, რომელიც მასთან სადღაც ბექში ზის, თავისმა პროგრამისტმა კოდი წეროს ედიტორში, რომელ ედიტორზეც მობნულია, დაინტეგრირებულია სხვისი შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ პროგრამის ეხმარება კოდის წერაში. არავინ არ დაუშვებს მაგას. მაგდით კომპანიებს ფინანსური საშუალებაც აქვთ და ტექნიკური გუნდებიც ყავთ და თუ არ ყავთ დაიქირავებენ და ეგენი ყველანი მე არ ვჯერა რომ მაგალითად არ მინდა რომ კონკრეტული ბანკი დავაცახელო, მაგრამ აი ეს ყველაზე დიდი ბანკი, რომელიც არის საქართველოში, ის როდესმე დაუშვებს, რომ თავისი პროგრამისტი კოდს წერდეს, იქ ნუ აქ ახალწამულს ხა და მაგ კოდის წერას უყურებდეს სხვისი შექმნილი AI. ეგ არის გამორიცხვა. ანუ ესე იგი აქ რაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ AI ინჟინერია და მანქანური სწავლების ინჟინერია, რა თქმა უნდა, ეს არის პროფესია, რომელიც უფრო და უფრო დროთა განმავლობაში გახდება მოთხოვნა. რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვთ ახლა? არ მოგერიძოთ ხალხო. ესეთი კითხვა მაქვს, აი სიტყვაზე იმ დიდ კომპანიას თუ დაუწერ შიდა AI-ს. შენ ხო რაღაცის საფუძველზე უწერ, ნულიდან არ უწერ და იმათი უსაფრთხოება ამ შემთხვევაში ისევ დაცული იქნება? ხო, ურე, შენ ალბათ გულისხმობ, ესე იგი, რაღაცაზე დაყრდნობით ხო წერ? ხო, ურე, შენ რას გულისხმობ, იცი, რომ მაგალითად Python-ზე რო წერ კოდს და მე რო ვაიმპორტებ ვიღაცა მესამე ისა რა ამას მესამე ის არ ვიცი რა დავარქვა ჯონ დოს ბიბლიოთეკას მე რო იქედან რაღაცა მომაქვს რაღაცა საშუალება და ვაიმპორტებ რა ვიცი ხა იქ რა წერია ამას გულისხმობ ხო არა აი მაგალითად სიტყვაზე მაგარი ტიპები გავიჩნდეთ და აი შეგვეთა გვაქვს ეგეთი კომპანიისგან რომ თავისი AI დაწეროს დავწეროთ და ჩვენ აი სიტყვაზე აი ChatGPT-ზე დაყრდნობით დავწერთ რაღაცას ხო ანუ ნულიდან ხო არ დავწერთ თუ ანუ ბირთვი რა იქნება ამ ახალი AI-ის ანუ ესე იგი
ანუ კარგად ვერ მივხვდი, თითქოს მესმის, მაგრამ ვერ მივხვდი, ანუ რას მეკითხები. ბირთვი არაფერი არ იქნება, კაცო. არის ისა, მაგალითად არის ეს Python-ი, პროგრამირების ენა, რომელსაც არის დაწერილი ბიბლიოთეკები, რომელსაც ენდობი და იმისი გამოყენებით, ხო და ეგ არის, ანუ შენ თუ მეუბნები, რომ მე რო AI-ს დავაგენერირებინებო კოდსო, ეგ რა თქმა უნდა, ეგ კოდი ყველა ხაზი კოდის უნდა გაარჩიო. ეგ რა თქმა უნდა, ეგ ანუ პირდაპირ ისე არ უნდა ენდო იმას. ამას თუ მეუბნები. არა, აი AI რო დავწეროთ ახალი. სულ ახალი ვერსია AI-ის რო დავწეროთ. ხო. რა ენაზე ვწერთ? Python-ში ვწერთ 0-დან? თუ რაღაცა ფუძე არსებობს და იმაზე ვაშენებთ მე. ფუძე არის PyTorch-ი, TensorFlow, ეგენი არის, ესე იგი, ესენი ფრეიმვორკები, ბიბლიოთეკები, ესე ვთქვათ, რომლებიც გამოიყენება, ესე იგი, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერიაში. გასაგებია. აი, გამიმეორეთ რო დავსერჩო, რა არის ესა? PyTorch-ი, როგორც Python-ი, PyTorch-ი და PyTorch-ი, ანუ CH, PyTorch და TensorFlow, როგორც TensorFlow. აქაც შემიძლია რომ დავსერჩო, მაგრამ ამას რაღაცა მეშინია რომ ამას ხელი რო ვახლო, რამე არ გამეთიშოს მეთქი. არა, მე მოვძებნი და. ხო. PyTorch და TensorFlow. ხო, ეგეთი ბიბლიოთეკები არის. ესე უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, დიდი კომპანიები მე როგორც გამიგია, საერთოდ ესე იგი ხშირად თავიანთ ფრეიმვორკებს ქმნიან და თავიანთ საქმიანობაზე მორგებულ ფრეიმვორკებს ქმნიან და იმის გამოყენებით წერენ კოდს. უკაცრავ ჩატი რომ ნახოთ რა. რა უნდა ვნახოთ? ჩატი, მოდიში მაპატიე, ესე იგი აქ კი ბატონო. კი, მაგაზე აი მაგდა მაგაზე გაგცემთ ანუ იმას შეკითხოს და მე საერთოდ მოიცი ამ ვისაც გააქვთ ისა ამას საერთოდ ჩაგიგდებთ ამ ლინკს მოიცათ რომ ამ ლინკის ამის ბოლოსაც წერია ის ახლა პრინციპში ის გამეორებასაც ესე იგი ვაპირებ ანუ რა ეს არის სილაბუსი ჩემი შედგენილი არა მარტო ჩემი მაგრამ ნუ ესე ვთქვა და როცა ეს ხელოვნური ინტელექტი გამოვა რომელიც ჩანაცვლებს პროგრამისტებს developers და front-end developers შესაბამისად ამ პროგრამისტებს ხელფასს ხომ დაიკლებს ღირს თუ არა ამდენ ინსტალა და დაბალი ხელფასი. ხო, იმას Tango მაგაზეც გაგცემ პასუხს, არ არის პრობლემა. ხო, PyTorch-ზე TensorFlow, მადლობა ისა გიორგი, რომ ესე იგი დაგვიწერე. კი ბატონო, ამას ახლა უიმე ჩატში, ეგ ჩატი არ უნდა გამეთიშა. აი, ახლა ჩაგიგდებთ ამ სილაბუსს, ვისაც გაინტერესებთ, ბარემ პარალელურად GitHub-ის აკაუნტი დაგჭირდებათ. ეს არ არის პრობლემა და გადახედეთ რა, ესე იგი მაქსიმალურს რა პრინციპში რაც აქ მაგახსნილი იგივეა. ხო, ეხლა ჯერ შეკითხოს რო გავცეთ პასუხი, აქ არის ამ კურსის დასრულების შემდეგ რას შესაძლებლობა გვექნებაო. მაგდა აქვს, ესე იგი შენ ისა თუ გაქვს ისა GitHub-ის აკაუნტი, შეიძლება ბოლოს ჩასკროლ და აქ მე მიწერია, აქ ესეთი ის მიწერია, ვინ გახდები, ანუ ამ კურსის გავლის შედეგად ვინ გახდები და საკმაოდ მოცულობითი ტექსტია, მაგის თქმას ისედაც ვაპირებდი და ისედაც ვაპირებ და ანუ თუ არ გაქვს, მაშინ დაწერე აქ რომ არ გაქვს. GitHub-ის აკაუნტი და მაშინ ვიტყვი, ანუ გავცემ მაგაზე პასუხს მოკლედ. ხა ამდენს არ ვილაპარაკებ, რაც აქ წერია, მაგრამ ნუ ამ შოუა აქვს. და რაც შეეხება, ანუ ეგ ყურემ ისა Tango-ს გავცემ პასუხს. კი ბატონო, გაიხარე მაგ და Tango-ს გავცემ პასუხს, ესე იგი რომ თუ საერთოდ ღირს თუ არა პროგრამირების სწავლა. ესე იგი მოდი Tango ესეთი რაღაცა ვთქვათ. ესე იგი ჯერ ერთი მაქედან რომ საერთოდ ჩაანაცვლოს AI ესე იგი დეველოპერები მაქედან ვართ ძალიან შორს ვართ მაქედან. გამორიცხულია რომ 1 წელიწადში 5 წელი რო ვთქვი, 5 წელი მე ვთქვი, აი როგორ რაღაცა იცი რომ 5 წელი ყველაზე ალბათ ყველაზე მინიმუმი. იმიტომ რომ როგორ რაღაცა არის იცი რომ თუ მაგალითად რომელიღაცა ესე იგი კომპანია მოინდომებს რომ
ძალიან სწრაფად შექმნას ასეთი იარაღი, რომლებიც ჩაანაცვლებს დეველოპერებს, მოუწევს, რომ დიდი ინვესტიცია გააკეთოს, დიდი თანხები ჩადოს. ახლა ბიზნესის პრინციპი რა არის? თუ დიდ თანხებს ჩადებს ის კომპანია ამაში, ხო? იმ ბიზნესის პრინციპი არის, რომ რაც ჩადო, რაც შეიძლება ის მალე ამოიღოს. რაც შეიძლება ის რომ მალე ამოიღოს, მაგან, ხო? მაშინ თვითონ ის რთული იარაღის გამოყენება უნდა გახადოს, ესე იგი, ფასიანი. ხო? იმ იარაღის გამოყენება. ეხლა მე ვთქვი, რომ ესე იგი, წეღან მე ვთქვი, რომ დიდი კომპანიები ადგებიან მეთქი და საერთოდ თუ მასია მეთქი, თავიანთ თულებს გააკეთებენ მეთქი რა. ხო ხვდები რისი თქმა მინდა და თუ თავიანთ თულებს გააკეთებენ, იმის თულს ვინ იყიდის. და ესე შემდეგ, აქ არის მთელი როგორ რაღაც არის, რომ ესე იგი, მოდი ვთქვათ მაშინ, თენგო შენს შეკითხვას ესე შემოვატრიალებ მე. ადამიანი, ვისაც უნდა რომ პროგრამირება ისწავლოს, აპირებს რომ პროგრამირება ისწავლოს. მოდი გავყოთ ესე ორ ნაწილად. ეს არის ადამიანი, რომელსაც პროგრამირება მოსწონს და სულით და გულით უნდა ისწავლოს, თუ ეს არის ადამიანი, რომელიცაც პროგრამირება უნდა ისწავლოს, რომ იშოვოთ ბევრი ფული. თუმცა, ეგ ერთმანეთს არ გამორიცხავს. ეგ ესეთი არჩევანი კი არ დგას, თუ გიყვარს და მოგწონს შენ პროგრამირება და ეს გაინტერესებს, მე მაგალითად სიმართლე რომ ვთქვათ, არც და ჩემ დროსაც იყო ეგ, მე როცა პროგრამირებას ვიწყებდი, ეგ შეკითხვები მეც შეუწუხები ვარ მაგ შეკითხვებს, რომ აი საერთოდ ამას რომ ვსვავ აზრი აქვს თუ არა აქვს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა მოხდეს, არქიტექტურული აზროვნება არის საჭირო იყოს გაკეთებული პროგრამისტის მხრიდან. და საერთოდ ეგეც რომ აღარ გახდეს, საჭირო მაგდონეზე რომ მივიდეს პროგრამირება, ისა ხელოვნური ინტელექტი ეგეთი იარაღები რომ გაჩნდეს, მაშინ როგორ მოხდება იცით, რომ პროგრამისტის გასაკეთებელი საქმე გამოჩნდება სხვა, უფრო ზემოთ, უფრო აბსტრაქტული საქმე. აი მაგალითად ხარ აზე მაქვს საუბარი, თენგო შენს შეკითხვას ვცემ პასუხს, რაც არსებობს პროგრამირება, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, რაც კი პროგრამირება არსებობს, ეგ შეკითხვა ყოველ ჯერზე ეგ შეკითხვა სვავდნენ პროგრამისტები. რაც შენ ახლა დასვი და ეგ აბსოლუტურად ნორმალურია და ბუნებრივია. რატო სვავდნენ ახლა მაგ შეკითხვას? რაც უფრო მეტად კომპიუტერის განვითარებასთან ერთად, ანუ ჰარდვერის განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა კომპიუტერული პროგრამებიც. მათ შორის ახალი ენები იქმნებოდა და ასე შემდეგ. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ეს დაახლოებით 70 წლის წინ დაიწყო. 80 წლის წინ პირველი კომპიუტერები გამოჩნდა პირველი პროგრამირების ენები, დაახლოებით 50-იან წლებში, ესე რომ ვთქვათ, ხო, ასემბლერი და რაღაცები. სულ ყოველთვის უფრო და უფრო მეტი რაღაცის გაკეთება იყო შესაძლებელი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. ანუ უფრო და უფრო ვითარდებოდა კომპიუტერული პროგრამები. ანუ, ესე იგი, ისე ხდებოდა, რომ მაგალითად, თუ მანამდე 10 კაცი ფანქრებით, ფურცლებით და სახაზავებით მუშაობდა, გადიოდა დრო, ვითარდებოდა კომპიუტერი და უცებ რაღაცა გამოვიდოდა რაღაცა პროფესიონალი მხაზველებისთვის პროგრამა და 20 კაცის საქმეს სამი ადამიანი მხაზველი აკეთებდა იმ აპლიკაციის გამოყენებით, ხო? ხო? უფრო და უფრო მოგვიანებით და ეს ხდებოდა ყველა სფეროში. და მათ შორის, რავი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რაღაცა საკანცელარიო საქმეს აკეთებდა დაუშვათ რაღაცა ერთი შენობაში ხალხი იჯდა, შენობა აღარ არის და ტიპი ზის კომპიუტერთან და ის აკეთებს მარტო იმ საქმეს. რასაც ერთი რაღაცა შენობაში განთავსებული ამდენი ადამიანი აკეთებდა. ოსუმ საერთოდ ხა კალკულატორის გამოგონებამდე NASA-ში იჯდნენ ცოცხალი ადამიანები და მაგათ ეძახოდნენ კალკულატორებს. ყელი თითქმის აკეთებდნენ გამოთვლებს. მაგრამ მე კალკულატორი გამოიგონეს, მაგრამ მათემატიკოსი აღარ გჭირდება? როგორ აღარ გჭირდება? მათემატიკოსიც გჭირდება და ყელით კალკულაციების კეთებაც გჭირდება, იმიტომ რომ მათემატიკური აზროვნება განვივითაროთ. ნუ ეგ მაგაზე არც უნდა იფიქრო. თენგო შენ თუ მეკითხები რომ პროგრამირების სწავლა ხირს თუ არა, შენ თუ გაინტერესებს ეს ამბავი და მოგწონს, არც კი იფიქრო მაგაზე, მე გირჩევ რომ მოკიდე ხელი და ისწავლე და ნებისმიერ შემთხვევაში პროგრამირება რო იცი, ანუ ვერასდროს AI იარაღს ვერ გამოიყენებს არაპროგრამისტი ისე, როგორც ამას გაკეთებს პროგრამისტი. და მე გეუბნებით მაგას. პირადად მე გეუბნებით ჩემი პირადი გამოცდილებით. ესეთი ამბავი არის. თენგო გავეცი შენ შეკითხვას პასუხი.
დიახ, მადლობ. ხო და შენ თუ მაგალითად back-end development-ს ისწავლი და მე როგორც ვთვლი საჭიროდ ისე თუ ისწავლი, მაშინ შენ AI-ის მხარეს რომ მოგიდეს გადასვლა, იმიტომ რომ back-end development-ის მხარეს აღარ იყოს სამუშაო და იქეთ AI-ის მხარეს იყოს მოთხოვნა პროგრამისტებზე, ძალიან მარტივად შეძლება, ძალიან მარტივად რა, ანუ ახლა პირდაპირ ვერ გადახვალ რაღაცების სწავლა მოგიწევს, მაგრამ ნუ შენ ვერ გაგიწევს კონკურენციას ის, ვინც იმ წუთას ნულიდან იწყებს სწავლას AI ინჟინერიის სფეროში რომ იმუშაოს. შენ ის ვერ გაგიწევს კონკურენციას. და ესეთი ამბებია რა, ანუ ხამ ძალიან ისე რო არ წავიდეთ, ანუ შორს რა. კი ბატონო. ესე იგი მოდი ახლა მაშინ მომდენო შეკითხვას დავსვათ, იმიტომ რომ ვიხალისოთ. ნუ ეს ცოტა რთული შეკითხვა, ამას ბოლოსკენ მოვიტოვებ. ხო. ხედავთ ხო ჩემს ეკრანს? ჩანს. დიახ, ხედავთ. კი ბატონო, დიდი ენობრივი მოდელი არის ChatGPT, Claude, Grok, ასე ჩინური არის Qwen, DeepSeek, ესე რომ ვთქვათ, ეს არის დიდი ენობრივი მოდელი. მაგათ ეზახიან LLM-ებს, ხო? ახლა შეკითხვა არის ასეთი, რომ დიდი ენობრივ მოდელს შეუძლია. რა შეუძლია? ესე იგი, მხოლოდ ისეთ შეკითხვებს გასცეს პასუხი, რომელიც გაწვრთნის დროს უნახავს. გასცეს პასუხი ყველა ისეთ შეკითხვას, რომელიც მსგავსია მისთვის წვრთნის დროს მიწოდებული მონაცემების. მეოთხე არის გვიპასუხოს მხოლოდ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით და ყველა პასუხი სწორია. ალბათ დაწერეთ ახლა ჩატში თქვენი ვერსიები ჩახარეთ. ძალიან მაინტერესებს. მეოთხე 1 2 3 პასუხი 4 5 6 7 8 მეოთხე პასუხია. ყველა პასუხი სწორია. ყველა პასუხი სწორია. ხო. მეორეც სწორია, მეოთხეც სწორია. ხო, კი ბატონო. მაგრამ აქ მე შეცდომა დავუშვი, მხოლოდი რო დავწერე. აქ ეს არის შეცდომა, ანუ რა, მეოთხე პასუხი მხოლოდ ისეთ შეკითხვებს არ ცემს პასუხს. ცემს პასუხს ისეთ შეკითხვებსაც, რომლებიც გაწვრთნის დროს უნახავს, ისეთ შეკითხვებსაც, რომელიც მსგავსია, ანუ ესე იგი მონაცემების მიწოდებისა, ესე იგი და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციითაც ესეც უნდა წავშალოთ აქ, ამაზე ეს უნდა მაპატიოთ, იმიტომ რომ ესე იგი აქ შემეშალა, მეოთხე პასუხი რო სწორი იყოს, ისე ვაკეთებ. და ესე იგი მეოთხე პასუხი არის კი ნამდვილად სწორია. ხო, ნუ ესეთი ამბავი არის, რომ ესე იგი ხელოვნური ინტელექტის მთავარი უპირატესობა ერთ-ერთი დიდ ენობრივ მოდელებზეა საუბარი, არის ის, რომ არა მხოლოდ იმ შეკითხვებზე გვცემს პასუხს, როგორც შეკითხვა-პასუხი, ესე ვადუდით მონაცემებს და ესე იგი ამაზეც საკუთარ თავს წვრთნის, ნუ იქ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით და ესე იგი არა მარტო პირიქით ეგ უნდა თავიდან უნდა ავიცილოთ, მაგრამ არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, რომ ძალიან დაპროფესიონალდეს კონკრეტულ შეკითხვებზე. პირიქით, ეგ არის ხელოვნური ინტელექტის მთელი მუღამი, რომ მსგავს შეკითხვებზეც ცემს პასუხს, ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც არ უნახავს. ესე ესე იგი პასუხს არცემს იმას ხო, მაგრამ მაგის გვერდის ალბათ შესაძლებელია, არცემს მხოლოდ იმას, რაც უსაფრთხოებას ეხება, მაგრამ მაგის პასუხს არცემს მხოლოდ იმას, რაც უსაფრთხოებას შეუძლებელია. გიორგი ვერ გავიგე რას ვერ მივხვდი, ანუ და ანუ ChatGPT-სთან რა როცა მუშაობ რა, მე ხა უსაფრთხოებასაც პარალელურად ხო ვსწავლობ რა, ეთიკურ ჰაკინგს და რაღაცებს და ანუ რომ დავუსვო რაღაც კითხვას რა, რომ სიტყვაზე რაღაცა
რაღაცა როგორ გავაკეთოთ ან რაღაც როგორ იმასავხნათ, ხო? გიბრუნებს, რომ პასუხს გიბრუნებს, რომ ანუ ეს ისეთი ინფორმაციაა, რომ ამაზე პასუხი არ მაქვს. ან ხო ხდები, ანუ თავს არიდებს ეგეთ რაღაცებს, მაგრამ ავტომატურად შეგიძლია მე კითხვა ისე შეუტრიალო რა და ისეთი იმითი დაუსვა, რომ ნუ შენი პასუხი მაინც მიიღო რა, ასე რომ ვთქვათ რა. ხო. კი, ბატონო, მე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ დამის შეშეკითხვა. მაგრამ ხო, ის არის, ხო, ალექს, ის არის, აი ბოლოს მაქვს ეგ შეკითხვა რა, რომ ესე რა განსხვავებაა მეთქი იმას შორის მეთქი. გაიხარე გიორგი. რა განსხვავებაა მეთქი იმას შორის მეთქი რა, მაგრამ აქ ჯერ ის არის ადრეაც, მაგას მივალთ ხო რა. კი ბატონო და რას ფიქრობთ მომავალში პროგრამისტების ხალხი გაიზრდება თუ დაიკლებს? ნუ, ეხლა გაიზრდება, ანუ ეგ რავი, ანუ ეხლა ეგ სხვადასხვანაირი ის არის, ანუ მანდა ხა მეგება ხა მომავალში რა მოხდება, ბოლო არავინ არ იცის, მაგრამ ნუ აქ ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გაჩნდება ისეთი IT მიმართულებები, აი IT-ში ისეთი მიმართულებები გაჩნდება, ისეთი საქმე, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი, ესე იგი დარგები გაჩნდება, საკეთებელი საქმეები გაჩნდება, რომელიც ახალ ვერსს კი წარმოგვიდგენია. ანუ ამაში ვარ დარწმუნებული ხა არ არსებობდა სარეცხი მანქანა და არ არსებობდა სარეცხი მანქანის ხელოსანი. არ არსებობდა სარეცხი მანქანის შემკეთებელი. ვიღაცამ უნდა დაიწყოს სარეცხი მანქანის გამოშვება, კიდევ ვიღაცამ დაიწყოს სარეცხი მანქანის გამოშვება, ერთმანეთის კონკურენციაში რო დადგნენ, ეგენი მერე მოხდა ის, რაც წეღავ თქვი ხელოვნურ ინტელექტზე, ხო? იგივე პრინციპი მუშაობს ყველგან, რომ იმან დაიქირავა ინჟინერი, დაამატა რაღაცა ისა, რა ქვია იმას, კიდე მეტი ფუნქციონალი, რომ სხვანაირად რეცხავს, ასე რეცხავს, ვიღაცამ ადგა და რაღაცა ფხვნილი გამოიგონა, რომელიც ალკისგან იცავს სარეცხი მანქანის იმას, ვიღაცამ რაღაცა გააკეთა, ვიღაცამ ისეთი სარეცხი მანქანა გამოიგონა, რომელიც ნაკლებ ენერგიას წვავს, ეგ შეიძლება გადაიტანოთ. ხო, DevOps-ი ხო, კი ბატონო. ბაჩო, მაგას მე Google-ის რომელი ვიდეოზე ვიდეოზე არა, მაგრამ Google-ის ხალხმა გააკეთა 70 გვერდიანი თუ რაღაცა prompt engineering-ის ის არის რა, ხელმისაწვდომია ეგ ისა. ეგ PDF-ი და მაგას ვნახავ მე და ჩაგიგდებ, ეგ არ არის პრობლემა. 6 თვიანი. ხო, კაი, მაშინ ესე იგი თენგოს ნათქვამს გავყვეთ და გადავიაროთ ეს კურსი, იმიტომ რომ ანუ ამ კურსშიც ახლა ბევრი რამე ისე არის, რომ სათქმელი მაქვს. არა, უფასო კურსი არ არის ეგ. ეგ არ არის უფასო კურსი. ვიცი, ჩაგიგდებთ მაგასაც. კაი, ერთი წამით მაგასაც ჩაგიგდებთ. მეგონი საიტზე ატანილი გვაქვს. კი ბატონო. ფასები კურსები. ვიმე. კურსები ინჟინერია რა ჭერს ამას? აქ ფასიტერია ხო 750 ლარია სრული პაკეტი. ვიცი, ამასაც ჩაგიგდებთ. ამასაც ჩაგიგდებთ, აქ სად არის გვიმე დამეკარგა? არა, ეს არა. კაცო. ხო, ეს არის ლაივი, ანუ. ეს არის ლაივი. კი ბატონო. ხო, მოდი ახლა გადავიაროთ უცებ კურსი, ესე იგი, და ვნახოთ, ესე იგი, აქ რა ის არის, ხო? ესე იგი, ნუ როგორც გითხარით, პირველი 5 თავის ჩათვლით არის, ესე იგი, პირველი 5 თავის ჩათვლით არის ეს მიყვება აბსოლუტურად Harvard-ის, ესე იგი, კურსს, ეს არის Python-ის კურსი. მოდი ეგაც ვნახოთ, Harvard-ის Python-ის კურსი.
პრინციპში აქ არის ეს ამბავი, ჰარვარდის პითონის კურსი. რაღაცა ინტერნეტი თუ რა სჭირს ამას. ბატონო რაღაც ჩაიტვირთება ახლა. ну ერთ სიტყვით რომ ჩაიტვირთება მე ვნახავთ ეგ ჰარვარდის კურსს, ესე იგი ჩვენ აქ პირველ 5 თავის ჩათვლით, ну გვაქვს ესე იგი პროგრამირების საფუძვლები, რომლებიც პრინციპში ერთიანიდან მეორეში რო გადახვიდე 70-80% იგივე იქნება, ანუ არაფერი არ შეიძლება მარტო სინტაქსი, მაგალითად Python-დან თუ გადახვალ JavaScript-ზე, ეს აქ რაც წერია ყველაფერი იქნება პრინციპში იგივე. ჩაშენებული მოდულები, ტესტირება, ფაილებთან მუშაობა, რეგულარული გამოსახულებები, ობიექტზე მიმართული პროგრამირება და სხვა დანარჩენი. ახლა ვნახოთ ეს თუ გაიხსნა, კი ბატონო, ეს არის ამას მიყვება აბსოლუტურად და ამ კურსის გავლის შედეგად ეს არის ჰარვარდის უფასო კურსი. შეიძლება რომ აიღოთ თქვენ სერტიფიკატი, რომელიც იქნება დამადასტურებელი თქვენთვის ექნება მნიშვნელობა, როგორც მე გამიხარდა, როგორც ყველა ჩვენგანაც გაუხარდა, ვინც ეს სერტიფიკატი აიღო, რომ რაღაცა შეკრული, დასრულებული ცოდნა გვაქვს. ეს არის ჰარვარდის კურსი. გარდა ამისა, ესე იგი, აქ ახლა ჩვენი კურსის ნაწილი არის აი ეს კურსი. აი ხელოვნური CS50 computer science 50 რატო ქვია კიდე სხვა საკითხია, ესეთი 7 თავია, 0-დან იწყება 7 კვირა, თუმცა ჩვენთან ეს შემჭიდროებულად არის და არის დაახლოებით, აი ვნახოთ, დაახლოებით 4 კვირის მანძილზე ისწავლება ეს კურსი, აი უყურეთ, ლაპარაკი არის აი ნახეთ მე-11 თავიდან, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 თავის ჩათვლით. მაგრამ ჰარვარდის ამ ორ კურსს შორის არის რამოდენიმე თავი. ეხლა აქ რამოდენიმე თავი რას ნიშნავს? რამოდენიმე თავი არის ის, რომ აგე იწყება მაგალითად მე-6 თავში, ლაპარაკია ესე იგი კომპიუტერის არქიტექტურაზე, აქ სხვა პროგრამირების ენებსაც ესე იგი ჩვენ შევეხებით, რომ რა პერფორმატიულობა, რას ნიშნავს, ну აქ მეხსიერების ტიპები, რეკურსია ამ თვითონ არ გვინდა მაგაზე ყურადღების გამახვილება. ანუ ეს გაკეთებულია ისე, რომ ესე იგი აქ მთელი კურსი აწყობილია ისე, რომ ერთმანეთთან თავები არის კავშირში და ცალკე თავებსაც აქვთ დამოუკიდებელი მნიშვნელობა. ესე იგი, აქ რო ლაპარაკია კომპიუტერის არქიტექტურაზე, ჩვენ ლაპარაკი გვაქვს მეხსიერების ტიპებს შორის განსხვავებაზე, რომ რა არის, ესე იგი, ესე ვთქვათ, მიმდინარე მეხსიერება, რომელიც ანუ ქრება, როცა კომპიუტერს გათიშავ და რა არის, ესე იგი, მყარი ჩანაწერი, ხო? შესაბამისად, ხო, მყარი ჩანაწერი, ესე იგი, აქ უკვე ფაილების თავზე, ესე იგი, სად არის ფაილების თავი? ფაილებთან მუშაობის დროს უკვე პრინციპში ჩვენ პრაქტიკიდან ჩვენ პრაქტიკაში ვხედავთ, რომ რა განსხვავება ფაილს და გაშვებული კოდის მუშაობა შორის, რომ ფაილში რომ ესე არის ჩაწერილი გათიშავ კომპიუტერს ჩართავ და ესე იგი ისევ ხედავ ფაილში რაც იყო ჩაწერილი და როცა კოდი გაქვს გაშვებული, როგორც კოდი მორჩება მუშაობას, ის ქრება ის მონაცემები, ხო? იმიტომ რომ ის ოპერატიულ მეხსიერებაში მიმდინარე RAM-ში ხდება ეგ კოდის გაშვება და მუშაობა, ხო? და მე უკვე ესე იგი აქ უკვე კომპიუტერის არქიტექტურაზე ამას უკვე თეორიულადაც ვსწავლობ, რომ რა განსხვავება, ესე ვთქვათ, მყარ პერმანენტულ ჩანაწერებს და ესე იგი დროებით გამოკიდებულ ჩანაწერებს შორის, რაც ხდება ოპერატიულ მეხსიერებაში. შესაბამისად, ლოგიკური გადასვლა არის მონაცემთა ბაზებზე. მონაცემთა ბაზები პრინციპში, ვისაც Excel-თან შეხება ესეთი ცხრილური ტიპის მონაცემები არის პერმანენტულად ჩაწერილი. ეს არის, განსხვავება იმაშია Excel-ის ფაილისგან განსხვავებით, რომ ესე იგი მონაცემთა ბაზების გაცილებით რომ ძლავრი იარაღია, ბოლო ფაილია მონაცემთა ბაზა, მაგრამ მაგ ფაილში ჩაშენებულია C-ზე დაწერილი, ესე იგი, მექანიზმი, რომელსაც შეუძლია სპეციფიკური ბრძანებები აღიქვას. ну ეს არის სტანდარტ query language-ი, ეს ქვია, მაგაზე ხა შორს არ წავალთ. ხო, რადგან ახლა ესეთი ამბავი არის, მაგის მერე, ესე იგი, არის ესეთი, ესე იგი, აქ თავი, რომელსაც ქვია მონაცემებთან მუშაობა გარეშე ბიბლიოთეკებით. ну მარტივად რო ვთქვათ, ну აქ ხა NumPy, Pandas და Matplotlib, ეს არის
ესე ვთქვათ, მოდი ესე ვთქვათ, რომ კარების შეღება, ესე იგი, მონაცემებთან მუშაობის მიმართულებით. ესეთი რაღაცა არის და არის რაღაცა საზიარო, მაგალითად, ესე იგი, მომენტები SQL, ესე იგი, SQL ბრძანებებს და ესე იგი, აქ NumPy-ზე და Pandas-ზე კოდის წერას შორის და მანდ არის ლაპარაკი, რომ ესე ვთქვათ, იქედან აქეთ მონაცემების ჩაწერა, აქედან იქეთ მონაცემების წაღება და ესეთი რაღაც არის აქ რომ ესე იგი უფრო დაკავშირებულია ეს როგორ არის ის შუაში Python-ის კოდი უნდა წარმოვიდგინოთ ერთ ბოლოში აქეთ ამ მხარეს დგას ესე იგი ფაილი, ესე იგი მაგალითად CSV ფაილი, მეორე ბოლოში დგას ესე იგი მონაცემთა ბაზა და შუაში არის Python-ის კოდი, რომელიც ესე იგი იქეთ აქეთ მონაცემებს ათამაშებს რა, ესე ვთქვათ, წაღმა უკუღმა რო ვატრიალოთ მონაცემები ჩვენ შუაზე, ხო? და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და აქ ეხლა თქვენ ხედავთ, რომ ეს კოორდინატთა სისტემა მეთქი აქ მიწერია. ნუ აქ უკვე არის მომენტი, ნუ პრინციპში უკვე აქაც უკვე პატარ-პატარა მათემატიკა შემოდის და ნუ აქ ეხლა კოორდინატთა სისტემასაც ხედავთ, კოორდინატთა სისტემის ცოდნა და სხვადასხვა ფუნქციების და გრაფიკების ცოდნა მარტივად არ გეგონოთ, რომ აქ სკოლის პროგრამას ეს არ ცდება. ყოველ შემთხვევაში მაღალი ბოლო კლასების პროგრამა შეიძლება იყოს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, სიღრმისეულად გავიგოთ ისა ალგორითმები, ანუ ალგორითმების გასაგებად. მაგის მერე, ალგორითმების თავის მერე, აქ გაყოფილია ორად αλგორითმების ცალკეა და მონაცემთა სტრუქტურების ცალკე. მონაცემთა სტრუქტურებში ჩვენ გავივლით იმ მონაცემთა სტრუქტურებს, რომლებსაც მე შევხვდებით აქ. ანუ ამ ხელოვნური ინტელექტის, ჰარვარდის კურსის ხელოვნური ინტელექტის იმის მონაკვეთის მანძილზე. ხო, ნუ აქ რაზეა ლაპარაკი, რომ ესე იგი მე გითხარით, რომ გადაბმულია ერთმანეთისგან გამომდინარეობენ თავები, ანუ ლოგიკურად ბმაშია. ესე იგი, ესე გადის თითქმის ბოლომდე და სადაც ის მომენტია, მაგასაც გეტყვით. ხო, ნუ ეხა აქ ერთადერთი თავი, რაც მე ჩავთვალე, რომ ორად უნდა გამეყო, ეს ორად გაყოფილი თავი არის, აი ეს, ნუ ეს რაზეც ლაპარაკი არის, რომ uncertainty, განუსაზღვრელობა და ნუ ალბათობა იგულისხმება, ხო, აქ uncertainty რაც არის, ხო? აი ამ თავზე მაქვს ლაპარაკი, მეორე ინდექსის თავზე, ნუ რეალურად მესამე თავია, ხო? ხო, და მანდ ეხლა რა ის არის, ხო, რა მომენტი არის, რომ მაგას ცოტა ჩავთვალე, რომ ცოტა მანდ ალბათობაში მათემატიკური ამბებიც იყო და ჩავთვალე, რომ კარგი იქნება მეთქი, რომ ესე იგი ცოტა მათემატიკა წინა კვირაში შემეხსენებინა, სკოლის მათემატიკა, ცოტა შეიძლება ოდნავ უფრო მეტი, მოყოდ ეს იქნება აბსოლუტურად მარტივი, ამან არ შეგაშინოთ, ეს იქნება აბსოლუტურად მაქსიმალურად მარტივად მოწოდებული რა, ნუ რაც შესაძლებელი არის რა, ესე რომ თქვა. თუმცა ესეც ის არის, რომ ეს რაღაცა ეს მათემატიკები რო იცით, ეგეც ერთ-ერთი სკილია, ანუ მათემატიკა ბევრიერიდება მათემატიკას, ხო? მე ვფიქრობ, რომ არასწორადერიდება, მაგრამ ნუ მე უფრო მასწავლებელს ვაბრალებ მაგას, რომ ვერ უხსნის და ვერ აინტერესებს. ნუ ყოველ შემთხვევაში პატარა ასაკზე მაქვს ლაპარაკი და ესე იგი მე აქ არის სიმრავლეები, ესე იგი სიმრავლეებზე როცა გვაქვს ლაპარაკი, აქ ლაპარაკია, ნუ პრინციპში Python-ის მეთოდები, ეს არის ცოტა თეორიული ის არის, პატარა ამბავი, არაფერი განსაკუთრებული და აქ უკვე არის კონკრეტულად Python-ის მეთოდები რა და ესეც ისეთი არაფერი. ხო, ნუ საბოლოო ჯამში ესე იგი ჩვენ მოვდივართ უკვე ესე იგი აქ ცოტას და ოპტიმიზაციას რო გადავახდეთ, ესე იგი ჩვენ ხო ნუ ნეირონულ ქსელებს გამოსახულებასთან და ბუნებრივ ენასთან მუშაობა და მე მოვდივართ მე-16 თავზე. აი მე-16 თავზე ცოტა პატარა ის არის, ანუ ის არის, რა ქვია იმას. ესე ვთქვათ, ეს ცოტა როგორი თავი არის, იცით რომ ცოტა კონტექსტიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რა შუაშია ახლა Git-ი აქ, ხო? მაგრამ Git-ი და GitHub-ი არის აბსოლუტურად ესე ვთქვათ, ვერ შემოუვლით ამას გვერდზე. ეს რო არ ვისწავლოთ რა, ეს ამაზე ახლა დიდხანს არ გავჩერდები და კიდევ არის ესე იგი იარაღები, რომლებიც, ანუ მოდი ესე უხეშად ვთქვათ, ნუ ოლამაზე არის საუბარი, უფრო კონკრეტულად, რომ ჩვენთან ლოკალურად ამ იარაღების გამოყენებით გავუშვათ აი ChatGPT-ის მსგავსი, ესე იგი LLM. ესეთი რაღაცა არის, ესეც საჭირო ამბავი არის, ესე რომ ვთქვათ. ხო,
ნუ ეხა მე-17 თავიდან რა იწყება? მე-17 თავიდან უკვე იწყება ვები. ანუ წეღან Tango მეკითხებოდა backend development-ზე რა. backend development-ზე და პრინციპში კაცმა რომ თქვას, მე-17-დან, ესე იგი მე-18 და მე-19 თავის ჩათვლით, აქ არის ლაპარაკი ვებზე. ნუ როგორ არის ეს სრული აპლიკაციის არქიტექტურები, ცოტა HTML, ცოტა CSS, იმიტომ რომ მე ცოტა HTML და CSS. ეს არის markup language, რომელიც გვჭირდება რომ back-ზე ვწეროთ ფრონტი, მაგალითად Fast API-ზე back-ი დავწეროთ, back-ი არის ის, back-end-ი არის ის, რასაც ვიზუალურად ვერ ვხედავ და ვიზუალური ნაწილიც, რასაც ჩვენ აი ეხლა მე რო აქ ეკრანზე ვხედავ, კაცმა რო თქვას ასეთი ვიზუალური ნაწილი, ეს უხეშად რო გავყოთ, ესე იგი აქ back-ზევე დაიწეროს, ესე იგი ჯინჯას გამოყენებით, ნუ ეს არის ესე Fast API-ს ესე ვთქვათ მოყვება ეს ტექნოლოგიები და ნუ ეს წეღა რო გითხართ რელაციური მონაცემთა ბაზები მეთქი, ის მსუბუქი რელაციური მონაცემთა ბაზა იყო და PostgreSQL არის ესეთი ისეთი აი ძალიან ისეთ მძიმე შემთხვევებში, როცა მძიმე გამოთვლები ისინი არის საჭირო და ინტერაქცია, ეგ მაგ შემთხვევაში გამოიყენება PostgreSQL-ი. ხო, პრინციპში მე-19 თავიც ის არის, რა ქვია იმას, ვები არის, რომ აქ რაზეა ლაპარაკი, რომ real-time აპლიკაცია ჩათივით დავწეროთ, რომ real-time აპლიკაცია ჩათი რას გულისხმობს, როგორც არის მესენჯერი, მაგალითად Facebook-ის მესენჯერი, ხო, ან რაღაცა Instagram-ის მიმოწერა, რა მნიშვნელობა აქვს. აქ უკვე, ესე იგი, აქ რა ხდება, რომ აქ ხარ ახდება რომ ნუ ცოტა წინ რო გავუსროთ მოვლენებს ესე იგი აქ რაზე გვაქვს ლაპარაკი რომ საერთო ჯამში დავაკავშიროთ რაღაცა task oriented აი ესა ამოცანაზე მიმართული chatbot-ი დავაკავშიროთ ჩვენს real-time აპლიკაციასთან. ხო გინახიათ, რა ვიცი, ანუ ახლა ბანკებსაც აქვთ ეგ, საავადმყოფოებსაც აქვთ, რომ სანამ რეალურ ადამიანთან მიგიშვებს, მანამდე, ესე იგი, ეს კონკრეტულ ამოცანაზე არის, ესე იგი, მიმართული, რომ გამოგკითხოს შენ, რომ გაგიშვას სწორ ადამიანთან, ხო, სწორ სპეციალისტთან და რაღაცა, რომელი სერვისი გინდა და რაღაცა, ხო, ესეთი ის არის, ხო? ესეთი ამბავი არის და აქ ლაპარაკი არის RASAS framework-ზე და ლაპარაკი არის Hugging Face-ზე, Hugging Face-ის ძალიან საინტერესო პლატფორმა. ნუ მე ეხა აქ რაზე არის ლაპარაკი, ნუ ეს ამ თავში, ესე იგი, ეს ორი თავი არის. ნუ პრინციპში ეს ორი თავი სასარგებლო შეიძლება, რო ვთქვათ. მაგრამ ნუ აქ პრინციპში რას დავწერეთ ის real-time აპლიკაცია AI chatbot-თან ერთად, რომ ცალ-ცალკე სერვისებად, კონტეინერებად, ცალ-ცალკე შეფუთული გავუშვათ Docker-ზე და Docker-ს ხა მაგის ახსნას აღარ დავიწყებ. Docker-იც ეს არის DevOps-ური ტექნოლოგია. წეღან დაწერა ჩატში გიორგიმ და აქ ეს ამბავი არის და ესეც DevOps-ური ამბები არის, რომ ესე იგი ჩვენ სადღაც განვათავსოთ, მაგალითად Digital Ocean-ზე განვათავსოთ, ესე იგი ჩვენი ისა საიტი, ხო, რომელიც დავწეროთ, ხო, ეს Docker-ის გამოყენებითაც. ხო, 23 თავი არის ძალიან საინტერესო. აქ არის ლაპარაკი AI აგენტებზე და scrapping-ზე. მოდი ახლა სანამ AI აგენტებზე scrapping-ებზე და ბოლოს ამ იმაზეც ვიტყვი რომ ვინ გახდები ისა ამის კურსის გავლის შემდეგ, მოდი ახლა რადგან ესეთი ამბავი არის რომ ესე იგი ჩვენ აი ესეთი ბევრი აღარ დაგვშა აქ სალაპარაკო, თუმცა მე იმედი მაქვს რომ თქვენ ბევრ შეკითხვებსაც დამისვავთ. მოდი ახლა გავცეთ კიდე ერთ ორ შეკითხვას პასუხი. აქ რაზე იყო საუბარი? კი ბატონო, კარგით. ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერის ნაწილი, რომელიც ახდენს ადამიანის საზრუნველების იმიტაციას, კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც შეუძლია ისწავლოს. მესამე პასუხი არის, რომ ორივე სწორია. დაწერეთ, აბა. სხვას არავის დაწერეთ პასუხები. სამას რო არ დაეფაროს აქ. ხო. ხო. მეორე პასუხი არის სწორი. მეორე პასუხი არის სწორი. კომპიუტერის ხო, არა, ესა, ეგ არ არის. პირველი პასუხი არ არის სწორი, შესაბამისად არც მესამე არ არის სწორი. მეორე პასუხი არის სწორი. ხო, ეგ ცოტა ეშმაკურად იყო თავიდან დაწერილი შეკითხვა და ხო, ანუ
ადამიანის აზროვნების იმიტაციას კი ახდენს, მაგრამ აზროვნების იმიტაციას ახდენს კომპიუტერული პროგრამა. ხო, კი ბატონო, ძალიან კარგი, გაიხარეთ, რომ მომყვებით. კი ბატონო, მეორე არის სწორი პასუხი. კი ბატონო, ძალიან კარგი. კაი, მიხარია რომ მომყვებით. თავარია მონაწილეობა, რომ ინტერაქციაში იყოთ და რაღაც. შეკითხვა ხო არ გაქვთ ვინმეს, სანამ კიდევ მომდევნო შეკითხვაზე გადავა. ვინმეს თუ გაქვთ შეკითხვა, დამისვით და პრინციპში მესამე კი არა და მეორე შეკითხვასაც ხედავთ ეკრანზე, თუ მანამდე თუ ვინმეს და დაწერეთ მე ამაზე რას ფიქრობთ, თუ ვინმეს შეკითხვა გაქვთ, მკითხეთ რაიმე შეკითხვა დამისვით. არ მოგერიდოთ. მაგისტრის არ აქვს. შეკითხვებზე გაქვთ პასუხი. მე მაგ ერთი კითხვა. ხო. მე ლექციებზე მაინტერესებს, როგორც მითხრეს, კვირაში იქნება 2 ლექცია, ხო? ორჯერ იქნება უბრალოდ 2 შეხვედრა იქნება. კი, ორშაბათს და ხუთშაბათს იქნება ლექცია, 2 ლექცია და კიდე იქნება სამენტორო საათები, რაც გულისხმობს, ესე იგი, სტუდენტთან ერთად ინდივიდუალურად სტუდენტის მიერ მოტანილი საკითხების, გაუგებარი საკითხების, ბუნდოვანი საკითხების, ან გაკეთებული და გაგებული დავალებების გადახედვას. ეგ ესეთი სამენტორო სერვისი გვაქვს ჩვენ, რომ სადაც კომუნიკაცია ხდება, ესე ანუ ორშაბათს და ხუთშაბათს ორივე დღეს ლექცია არის თუ ერთზე მაგალითად პრაქტიკული ნაწილი განიხილება და ერთზე ლექცია არის. არა, დაინტეგრირებულია, ეგ ერთად არის, ანუ რა, ეგ არის ერთად როგორღაც არის, ლექციის პირველ ნაწილში, ანუ ლექციის პირველ ნაწილში ხდება თეორიული ნაწილის ახსნა და მეორე ნაწილში ან გზა თეორიული ნაწილის ახსნასთან ერთად არის იქვე პრაქტიკული გამოყენება მაგ ყველაფრის. ეგ მე მესმის, რასაც ამბობ შენ, უბრალოდ ამ კურსის სპეციფიკამ ესე მოითხოვა რა. ამ კურსის სპეციფიკამ ესე მოითხოვა. ისე სხვაგან ბექენდზე ეგრე გვაქვს. როგორც შენ აბარაკო, ჯერ არის თეორიული ნაწილი ახსნილი ორშაბათს, ხუთშაბათს ამ თეორიული ნაწილის პრაქტიკაში გამოყენება და მერე არის დავალებები. ანუ ბატონო, მე უბრალოდ ის მაინტერესებს. აი თავებად რაც ჩავშალეთ და თითო ეტაპები რო იქნება გასავლი, ანუ ორშაბათსაც და ხუთშაბათსაც შეიძლება, ანუ ახალი რაღაც აიხსნება, ხო? თუ რა თქმა უნდა. კი, ანუ ერთი თავი ბოდიში თქვი რა ინტენსიური არის, ანუ ორშაბათსა და ხუთშაბათსაც ახალი თავზე გადავდივარ. ძალიან ინტენსიური კურსია, ანუ ძალიან ინტენსიური კურსია და მაგას ვიტყვი, ანუ ეს არის ნულიდან იწყება, ანუ კურსი იწყება ნულიდან, აბსოლუტურად არც მათემატიკა იცი, არც პროგრამირება იცი და ანუ ესეთი მომენტია, რომ გინდა ნულიდან ახვიდე და გახდე ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი, მაგრამ მან მარტო ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი კი, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი არის თავარი ღერძი, მაგრამ მან კიდე ბევრი რამე მონაცემებთან მუშაობა, ესე იგი იქ ბექენდი, დევოპსური ამბები, ცოტა ბექენდზე ცოტა ფრონტის წერა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარტო AI ინჟინერი არის ძირითადი ხაზი, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ეგ არ არის. ანუ ხა ეგ ის არის, ანუ ასე შედარებას ანუ მარტო ცომის მოზელა ვიცი, ანუ ფენოვანისთვის, ხინკლისთვის, და მარტო ცომის მოზელა ვიცი, ხო? ანუ მარტო ცომის მოზელა, ხო? ეგ მარტო აი სუფთად ხელოვნური ინტელექტის ინჟინერია რო იცოდი, ხო? ანუ ეგ ცოტა ეგეთი ამბავი გამოდის რა. და ამიტომ ხო ხვდები, ანუ სხვა რაღაცეებიც გჭირდება, რომ შექმენი AI chatbot-ი, ეგ AI chatbot-ი სადმე deployment-ი ხო უნდა გააკეთო, ესე იგი backend-ი უნდა დაწერო, სერვისებად გაუშვა და ცოტა ფრონტიც უნდა კონდეს, რომ ესე ინტერაქცია მოახდინო, ხო, ორმა ადამიანმა ერთმანეთს მიწეროს, ხო? და ამ ყველაფრის მერე თვითონ საიტზე განთავსებაც უნდა შეძლო, ხო? ანუ ესე იგი მაგაზე ვილაპარაკებ, ანუ კარგად ვიტყვი, ეხლა ამ შეკითხვასაც რომ პასუხს გავცემთ, გადავალ მე მაგაზე და ვიტყვი, რომ ამ ეს კურსი რომ მორჩება, ანუ რა ისამ, ანუ ვის დავჭირდები, ხო? ხო, ესე ვთქვათ, საბოლოო ჯამში ხო ეგ გაინტერესებდა? ხო, იდეაში ანუ კურსი ინტენსიური არის თუ არა, ეგ მაინტერესებდა, მე პასუხი გავიგე რა ინტენსიურია. ძალიან ინტენსიურია.
და ყველაფერი არის ბოლომდე ახსნილი, ამას ემატება ბოლომდე და კარგად ახსნილი, ამას ემატება ის, რომ არის სამენტორო სერვისი, რომელსაც არის ინდივიდუალურად ყურადღების მიქცევა. ნუ საკლასო ოთახში ვართ და ახლა მაგალითად თუ ესე ვთქვათ 20 ბავშვიდან 3-ს მიაქცევს, ესე იგი სკოლის რაღაც საჯარო სკოლის მასწავლებელი ყურადღებას, მე ვაქცევ ყველას ყურადღებას ცალ-ცალკე, სანამ არ მოვწურავ თითოეულთან მის გაუგებარ საკითხებს. ნუ ვინც ახლა აქ არის ხალხი რომელიც და იცის მე რაზე ვაპარაკობ რა, ცოტა ეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ ნუ ესეთია რა, სამენტორო სერვისი არის ესეთი რა. მაგრამ ინტენსიური არის, კურსი ძალიან ინტენსიურია. გავეცი პასუხი შეკითხვას. კი, მადლობა. კი ბატონო. კარგით. ხო, სამი პასუხი და კიდე დაწერეთ ხალხო, ნუ გერიდებათ, მოიწერეთ რა ვის არის რა. ეგ სპეციალურად ის არის, მე ეშმაკურად მაქვს ეს შედგენილი და არ არის პრობლემა, მოიწერეთ კაცო, ეგ პასუხები მაინტერესებს ძალიან. კი ბატონო, მეხუთე. ლაშა, აი მესამე ვარიანტი ფიზიკა რო წერია. ხო. იმიტომ რომ კომპიუტერი სჭირდება, ეს იმას გულისხმობს, რომ hardware ფიზიკის პრინციპებით მუშაობს, ეგ იგულისხმება? კი. რა თქმა უნდა. ზოგადად რო ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი, აი თქვენ თუ ნახავთ ესეთი სტატია არის, რომ ძალიან ის რთული არის, პრინციპში აი ეს არ უნდა მეთქვა, თქვენ თუ ნახავთ მეთქი, იმიტომ რომ ეგ სტატიის საკითხვა თავიდან რომ დავიწყე კითხვა, აი ინგლისურ ენაზე თუ იყო ნაწერი, ვერ მივხვდი საერთოდ ისეთი იმით ენით ეწერა, ცოტა ისეთი აკადემიური ენა და რაღაცით. მან წერია რომ ესე ისა ხელოვნური ინტელექტი როგორ რაღაცაა იცი, რომ პრინციპში ძალიან ფესვებში რო წავიდეთ, საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა ცოდნა. და ამ ცოდნის შეერთება არის რა, ბევრი მეცნიერების დარგების განვითარების შედეგად ბევრი რაღაცის შეერთება არის რა. ესე არ არის რომ რაღაცა ვიწრო რამე არ არის, ანუ რა, ბევრი ცოდნის, ბევრი სხვადასხვა დარგებიდან წამოღებული ცოდნის სინთეზი არის და რა თქმა უნდა მათემატიკაც სჭირდება, რა თქმა უნდა პროგრამირებაც სჭირდება. ფიზიკაც, იმიტომ რომ თვითონ კომპიუტერი ფიზიკაზეა დაფუძნებული და სოფტვეარია ხელოვნური ინტელექტი და კომპიუტერზე ეშვება და ესეთი ამბავი არის. ხო, ხო არ ჩავამთავროთ ბარემ შეკითხვები მეთქი, ანუ თუ, კაი, მოდი ეს შეკითხვაც ვნახოთ, ბარემ. აბა ამ შეკითხვის პასუხები დაწერეთ, ეხლა მოიცადეთ, ეგ მერევა ის იმაზე რომელი გასუხებს, ესე იგი MC4, კი ბატონო. ხო, კი ბატონო. არა, მეხუთე, ხო არა, ეს იყო. კაი, ბოდიშით. ხო, აი ამ შეკითხვასაც რო გავცეთ პასუხი, რომ ალბათ გაგვიგია რა არის ეს GPU, რომ ეს არის კომპიუტერის შემადგენელი ნაწილი, ეს ერთი პირველი პასუხი, გრაფიკული პროცესირების ერთეული, გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის გასაცვლელად, ყველა პასუხი სწორია. დაწერეთ ამის პასუხიც, დაწერეთ, მიხარია რომ პასუხებს რო წერთ. ვიმე, ოკეი ეს. ხო, მეოთხე პასუხი არის სწორი. კი ბატონო, ყველა პასუხი სწორია, ეს არის კომპიუტერის ნაწილი, არსებობს CPU, ცენტრალური პროცესირების ერთეული და არსებობს GPU, გრაფიკული პროცესირების ერთეული. და გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის გაცვლისას, გაგიგიათ ალბათ NVIDIA-ს კარტებს რო ვეძახით ჩვენ, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მაინინგისთვის, აი ბიტკოინების ამბავში და მერე NVIDIA-ს გაუმართლა და წამოეწია, ესე იგი ეს ხელოვნური ინტელექტის ამბები. ნუ მერე როგორც თუ სწორად მახსოვს DeepSeek-მა ცოტა ამბობენ კაცმა არის ის, მაგრამ DeepSeek-მა ცოტა აქციების ფასიო დაუწიაო იმის NVIDIA-ს აქციების ფასიო ბირჟაზე, მაგრამ ნუ ეგ ხა ეგ სხვა თემა არის. ხო, პრინციპში ახლა ჩვენ დაუბრუნდეთ ჩვენს ხელოვნური ინტელექტის ინჟინერიის სილაბუსს, განხილვას და ახლა აქ პრინციპში AI აგენტებს, ახლა scrapping და AI აგენტები, ხო, ახლა აქ რაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ მაგალითად ახლა ჩვენ მას არსებობს ესეთი API,
და API-ის გამოყენებით, ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია რომ საიტიდან წამოვიღოთ ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება საიტმა, ესე რომ ვთქვათ, არც კი გამოდოს, ესე ვთქვათ, API და უბრალოდ ვიზუალურად ვხედავთ რაღაცა მონაცემებს, ხო? ხო და აი scrapping-ი არის ესეთი ერთ-ერთი მიმართულება, რომლებიც მოდი ესე ვთქვათ, რომ მონაცემების მოპოვებას გულისხმობს, რომ ესე იგი, საიტი არ მაძლევს API-ის და მე მინდა რომ ვიზუალურად რასაც ვხედავ, ეგ მონაცემები მოვქაჩო, ხო? და არის მაგისი საშუალებები, რა თქმა უნდა, და გარდა მაგისა, ესე იგი შეიძლება რომ scrapping-ი, ესე იგი AI იარაღების AI თულის ინტეგრაციითაც მოხდეს. და ამაზე არის ლაპარაკი, რომ AI აგენტებზე, ნუ იქ მარტივი AI-ის აგენტის დაწერაზეა ლაპარაკი, scrapping-ზე არის ლაპარაკი და მე ნუ რა თქმა უნდა ამ ყველაფრის სადმე შენახვაზე, ამ წამოღებული ინფორმაციის, ესე იგი, სადმე შენახვაზე. ნუ 24 თავი ახლა არის, რომ პროექტის დაგეგმვა და შემდგომში დამოუკიდებლად გასაკეთებელი. ესე იგი, შემდგომში დამოუკიდებლად გასაკეთებელი გულისხმობს იმას, რომ პრინციპში ამ კურსს რომ მორჩებით, შეიძლება არც მორჩეთ და ისე დაიწყოთ CV-ების გზავნა, ეგეც არ არის პრობლემა. და უშუალოდ აი მაგალითად, პირობითად რო ვთქვათ, კაცმა რო ვთქვას, აი მაგალითად პრინციპში მე-18 თავიდან დაიწყოთ CV-ების გზავნა, რატომაც არა. ხო? თან მე ახლა მანდ რა მომენტი არის, თქვენ სანამ ახლა ესე კაცმა რო ვთქვას, ხო? ამას უაში ხო კი არ ჩერდებით, ანუ CV-ების გზავნას რო იწყებთ, ანუ ხო? CV-ების გზავნას რო იწყებთ, ანუ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ მარტო CV-ებს ვაგზავნ, მოვჭი კურსი და ვაგზავნი მარტო CV-ებს. აქ ლაპარაკია იმას, რომ CV-ების დღეს რო CV-ს გააგზავნით და CV-ში რაღაცეები რო გიწერიათ, ესე იგი, ერთი თვის თავზე რო CV-ს გააგზავნით, იმ CV-ში კიდე უკვე სხვა რაღაცებიც უნდა გეწეროთ. ანუ თუ იგივე რაღაცები გიწერიათ, ესე იგი არასწორად იქცევით. ანუ პარალელურად იქნება ლაპარაკი აი შემდგომში გასაკეთებელზე და მაგ შემდგომში გასაკეთებელთან ერთად აკეთებთ მაგას, როცა ანუ ესე იგი მიზანი რა არის, კურსის მიზანი რომ კურსის დასაწყისში დაუშვათ ჩემგან დახმარება რო გჭირდებათ ასეთნაირად, პრინციპში ანუ კურსის მიზანი ისიც არის რომ კურსის ბოლოს რო გახვალთ, ანუ პრინციპში დამოუკიდებლად უნდა შეძლოთ სწავლის გაგრძელება, ხო? ანუ ეგ არის კურსის მიზანი. თუ დამოუკიდებლად სწავლის გაგრძელება არ შეგიძლიათ და ჩემი დახმარება ისე უჭირდებათ, ეგ ნიშნავს, ეგ რაზე მაქვს ლაპარაკი ხა? ეგ ინდივიდუალურია. არ არსებობს ეგ ერთი თვის თავზე, უყურეთ, მოდიან სტუდენტები ერთი თვის თავზე, ზოგი ამას აკეთებს, ზოგი ამას აკეთებს, ზოგი საერთოდ ამას აკეთებს. აბსოლუტურად არის ინდივიდუალური. ეგ არ გეგონოთ, რომ საერთოდ მე ყოველთვის ვეუბნები სტუდენტებს, რომ არ შეხედოთ სხვებს. მეც ჩვენს ყველას ადამიანებს, ჩვენ გვაქვს თვისება, რაც გამოგვდის მაგას ყველას ვეუბნები და ვაჩვენებთ, რაც არ გამოგვდის ვმალავთ. ყველას ეგეთი თვისება აქვს. ამიტომ ერთადერთი შესაძლებელი, რაც თავის თავთან სტუდენტის არის, ისევ თავისი თავი. გუშინ მივეცადინე 3 საათი, დღეს აღარ მინდოდა მეცადინეობა, მაგრამ აი მაინც ვიეცადინე კიდევ 9 საათი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. გუშინდელ საკუთარ თავთან გაქვთ თქვენ, ესე იგი, საჭიდაო, ესე რომ ვთქვა. სხვასთან არ არის. ეს ესეთი ამბავი არის, აბსოლუტურად ინდივიდუალურია, ყველას თავისი ტემპი აქვს, ზოგი ნელა იწყებს, მერე უფრო სწრაფად მიდის, ზოგი სწრაფად იწყებს და მერე სირთულეებს ხვდება, ზოგი სწრაფად იწყებს და სწრაფად ამთავრებს, 2 თვე ნახევარში ბექენდის მხარეს მე მყავდა სტუდენტი, რომელიც 2 თვე ნახევარში მორჩა პითონის კურსი, ჩახურა მთლიანად, ნუ იცოდა უკვე პროგრამირება მოვიდოდა და თავიდან ბოლომდე როგორც საჭირო იყო, მე როგორც საჭირო ჩავთვლიდი, ისე გაიარა 2 თვე ნახევარში 6 თვის მასალა. აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, ზოგს 9 თვე ჭირდება, ზოგს 2 თვე ნახევარში და მაგაში არაფერი ის არ არის. ყველას აქვს თავისი ტემპი. ხო, და ყველას თავისი ტემპი აქვს, ნუ ნებისმიერ შემთხვევაში კურს რამდენ ხანშიც იქნება რომ მორჩებით, უკვე დამოუკიდებლად მუშაობის გაგრძელება უნდა შეგეძლოთ, ამაზე მქონდა ლაპარაკი. დამოუკიდებლად მუშაობის გაგრძელება ნიშნავს, რომ მორგებული CV-ების გზავნას, ბრმად ერთი და იგივე CV-ზე მორგებული CV-ები უნდა აგზავნოთ, მორგებული ტექსტებით, პატარა, მაგაზეც გვექნება ლაპარაკი, რომ CV როგორი უნდა იყოს, ტექსტი როგორი უნდა იყოს მეილში რო წერთ, ესე იგი GitHub-ი როგორი უნდა იყოს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თან კიდევ შემდგომში რა უნდა გააკეთოთ, იმის გათვალისწინებით, რომ გასაუბრებამდე რომ მიაღწევთ, რაც კაცმა რომ თქვას ახლა დღეს ესე იგი გასაუბრებაზე რომ მიაღწიოთ, საკმაოდ CV-ების გაგზავნა მოგიწევთ, მაგრამ ეგ ეგრეა, ნუ პირველი სამუშაო ეგრეა და მე უკვე ესე ვთქვათ გრძელდება მომდევნო სამუშაოები, networking-ს
networking-ს აქვს დიდი მნიშვნელობა და ისევ იმ მომენტს რო დაუბრუნდეთ, რომ დღეს რო სივს აგზავნით, პარალელურად რაღაცებს აკეთებ და ერთი თვის დღეიდან ერთი თვის თავზე რო სივს აგზავნით, იმ სივში უკვე რაღაცები უნდა იყოს შეცვლილი უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა, აბა უარესობისკენ, ხო შეიცვლება. ხო, ეხლა მოდი ახლა ესეთი რაღაცა ვთქვათ, რომ ვინ გახდებით ამ კურსის გავლის შედეგად. დღეს არის ესეთი ამბავი. შეკითხვა ხო არ გაქვთ ვინმეს? თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, არ მოგერიდოთ. კაცრავად, კურსის ღირებულება რამდენია, აი თვეში? აი ნახეთ, აქ ჩავაგდე, უყურეთ. მოიცა კიდე ჩავაგდე, მაშინ კიდე ჩავაგდე. აქ არის ფასები, უიმე მოდიში. აქ არის ფასები, რომ ამ საიტზე გადახვიდეთ და თვითონ ამ სილაბუსის აღწერასაც მანდ ნახავთ. აი ჩატში ხო ხედავთ რასაც იმაშვები. რაც ჩავაგდე. ჩატში კი. ხო, ეგ არის, მათ შეგიძლიათ გადახვიდეთ. აქ ნახავთ ყველაფერს, ინფორმაციას ფასების შესახებ და კარგი კომუნიკაციები გვყავს, ისინიც მოგაქცევენ ყურადღებას, არ არის არანაირი პრობლემა. მადლობა. ხო, არაფრის. წამით, აქ სად გადავედი, უცებ დავიბენი. ხო. ვინ გახდებით ამ კურსის გავლის შედეგად? დღეს ახლა როგორი რაღაც არის? კონკრეტულად AI ინჟინერიის კუთხით თქვენ ვინც ამ კურსს გაივლის და როგორც საჭიროა ისე გაივლის, მიაღწევთ დონემდე, სტაჟიორის დონემდე, ეს სტაჟირება შეიძლება იყოს ანაზღაურებადი, შეიძლება არ იყოს ანაზღაურებადი, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ იქნებით მზად, რომ გახდეთ სტაჟიორი. კონკრეტულად AI ინჟინერიის მიმართულებით. მაგრამ აქ ლაპარაკი გვაქვს ჩვენ რომ მე თუ მინდა რომ სამუშაო ვიშოვო, მაგალითად სტარტაპისთვის მინდა ვიმუშაო, ან მინდა ვიმუშაო პატარა ბიზნესისთვის. ამ შემთხვევაში რაში გამომადგება ეს კურსი და ზუსტადაც გამოგადგებათ მაგაზე არის მიმართული. ადრე თუ ესე იგი დაფასებული იყო მაგალითად React არის ესეთი front-end-ის framework-ი, ვინც React-ი იცოდა სიღრმისეულად, თუ ეგ იყო დაფასებული, დღეს უკვე სტარტაპები და პატარა ბიზნესები, ესე ვთქვათ, პატარა სიდიდის ბიზნესები ეძებენ ტიპებს, რომელმაც კონკრეტული საქმის კეთება კი იცის, მაგრამ მაგასთან ერთად რამე იყოს, სხვა რაღაცებსაც შეითავსებს. ანუ ყველაფერში კი, ესე რომ ვთქვათ, აი ყველაფრის კეთება რო შეუძლია ისეთი ტიპი, რომ ცოტა ბექენდიც იცის, ცოტა მონაცემებთან მუშაობაც იცის, ცოტა DevOps-იც იცის, ცოტა ისიც იცის, ცოტა ესეც იცის. და რა თქმა უნდა, პროგრამირების საფუძვლები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, ხო? აი ესეთი ამ კურსს რომ მორჩებით, თქვენ შეძლებთ რომ იმუშაოთ სტარტაპებისთვის, პატარა ბიზნესებისთვის, ან AI ინჟინერი, როგორც სტაჟიორი. ანუ გახდებით სტაჟიორის დონემდე მივიღოთ, აგიყვოთ ამ კურსის შედეგად. ეხლა კიდე თუ რაიმე შეკითხვა გააქვთ, მითხარით, თუ არა და გადავიდეთ ისევ ჩვენს შეკითხვებზე, იქეთ კიდე დაგვრჩა შეკითხვები, სახალისო შეკითხვები. კი ბატონო, მაშინ გადავიდეთ შეკითხვებზე თუ არავის არ აქვს. შეიძლება ერთი შეკითხვა მაქვს. კი. აი ეს ეტაპი რო დამთავრდება, შემდეგი ეტაპი როდის დაიწყება, თქვა იმ 6 თვის მერე თუ როგორ ხდება ეს? მიღება? ხო, დიახ. ესე იგი, ეხლა რო გაეშვება ეს მიღება, მაგის მერე სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს იქნება მეორე მიღება. მაგრამ მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ანუ რადგან ლაპარაკია სამენტორო სერვისზე, მანდ ანუ პრინციპში ანუ ერთადერთი რაც იქნება რომ თუ დავუშვათ შუაში თუ შემოუერთდები კურსს, ერთადერთი რაც არის რომ ჩანაწერებს უყურებ და ვერ დაესწრები ლაივში ლექციას, მაგრამ ჩანაწერებს უყურების დროსაც რა თუ რამე ვიდეოში არ ესმის სტუდენტს, ინიშნავს რომელ წუთზე და რომელ წამზე ვერ გაიგო რაღაცა, ჩანაწერის უყურების დროს შემოდის შემთან, გამიზიარებს ეკრანს, ერთად უყურებთ იმ მომენტში რა ხდება და ვუხსნი რაზეა საუბარი. ეგეც
ანუ თუ მაინც და მაინც აი კონკრეტულად ლაივში დასწრება არ უნდა სტუდენტს ლექციებზე, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, როდის შემოუერთდები კურსს. ნებისმიერ შემთხვევაში გაუგებარ საკითხებს, გადიხარ, ესე იგი, მენტორთან ერთად. თუ სამენტორო სერვისი გააქვს აღებული. ნუ მათ თუ სწორად მახსოვს, ახლა წაღან ფასებზე რო ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, მე მგონი, ესე იგი, კვირაში ყოველ დღე სამენტორო სერვისით რო ისარგებლო, მენტორთან ის რო გქონდეს, ესე იგი, სამენტორო სერვისის სარგებლობის საშუალება, ეგ არის 750 ლარი და 550 ლარი არის კვირაში 2 დღე. როგორც სტუდენტს, როგორც სცალია და როგორც ჭირდება, იმის მიხედვით რა. და მე მგონი 350-ია ზუსტად არის ხა ისეთ რაღაც ეგ ნახეთ რა, ანუ ფასები ცოტა ის არის, ანუ მე უფრო აქეთ იმის სწავლის მხარეს ვარ, ვიდრე ანუ იქეთ ფასების მხარეს. ნახეთ ეგ და იმას იზავთ რა. ხო, ხო და გაჩნია, ანუ ეგ თუ მაინც და მაინც არ გინდა, აი ლაივში რო ლექციებს დაესწრო და მე შეგახსენებთ ერთ მომენტს, რომ ყველას აქვს სხვადასხვანაირი ტემპი, წეგან მე ვთქვი, რომ იწება მიღება და ერთი თვის თავზე მეთქი, ანუ ზოგი იქ არის, ზოგი აქ არის, ზოგი იქ არის. ანუ მაინც ეგ არის ესეთი ისა, რომ აი სექტემბერში და იანვარში, როცა ესეთი დამოკიდებულება, რომ ესე ისა, რომ სექტემბერში იწყება სწავლა და იანვარში იწყება. არა და რეალურად როცა გინდა მაშინ შემოუერთდი. რა პრობლემა არის, ხო? ხო თუ სამენტორო სერვისი ყიდულობ. ესე რომ ვთქვათ. ესეთი ამბავია. დიდი მადლობა. არაფერს. ნელი ტემპი მაქვს საკმაოდ და იმიტომ როგორ? ძალიან ნელი ტემპი მაქვს, მე ახლა ვერ ახალგაზრდებს ვერ მივდევ ისე, როგორც ჭიროა და. მაგას არ აქვს უშუალოდ. მაგას არ აქვს უშუალოდ. მე საერთოდ მე ჩემი ამბავი რო გითხრათ, 4 წელი ნახევრის 5 წლის წინ მქონდა პირველად შეხება პროგრამირებასთან, დავიწყე, მერე 7 თვე მივატოვე, მერე ისევ დავიწყე, მერე ისევ მივატოვე, მერე სამსახურში მუშაობა, ხელფასის ვარჩიე, მერე ისევ დაუბრუნდი, მერე ისევ დავიწყე და რა ვიცი, ანუ ეგ ახლა ეგ აუცილებელი კი არა, რომ ჩემი ვიღაცამ ჩემი გზა გაიაროს, მაგრამ მე იმის თქვა მინდა, რომ ეგ არავინ არ ვიბადებით ესე კომპიუტერით ხელში პირდაპირ იმით პროგრამირების ცოდნით. რაღაცა მომენტში რა ყველა თავისი გზა გაიარა, ხო? ზოგმა ბავშვობაში დაიწყო სწავლა და ბავშვი ისეთია, რომ თუ რამე აინტერესებს, საერთოდ ვერ გრძნობს, რო წვალობს, არც არის ის წვალებასაც ვერ დაარკვევ, თუ არ აინტერესებს, ვერ ასწავლი, არაფრით არის სწავლის, დიდებს ცოტა სხვანაირი მიდგომა აქვს, რა ვიცი, ხო ხვდებით, ეგ ძალიან ინდივიდუალურია რა, ეს ის არის, ესე ის რო არის, რომ რაღაცა ანუ პირველ კურსზე ასე შედის ხალხი და ესე მეოთხე კურსზე ესე ამთავრებს და რაღაცა ერთად ესე მასობრივად სწავლობს. არ ვიცი, ცოტა ეგ მეჩვენება, რომ რაღაც ეგ უნივერსიტეტის საერთოდ ბუზოლებული ხო არ არის მეთქი, ანუ რა ეგ მიდგომა რაღაცა, მაგრამ ჩემი განმოსახედა ესე მეჩვენება. ვიცი რაღაცა მოიწერეს აქ. მადლობა დიდი. არაფერს. გავეცი ხო? იქსუ. დიახ. ხო, კი ბატონო. ეგ ვერ მიხვდი, ანუ შეკითხვა, ეს თუ მე ამას გავეცი პასუხი სტაჟიორის დონემდე მეთქი. თა AI junior developer-ში რას გულისხმობ, იმას თუ მეტყვი, კარგია, იმიტომ რომ აი რა უნდა შეეძლოს juniors მაგალითად შენი აზრით. იმიტომ რომ ახლა აქ რასაც გეუბნებით, მე რასაც ვამბობ, აი როგორ რაღაც არის, აი მოდი ესე ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან ინტენსიური კურსი. აი ამ ხო, ნუ რასაც ვახობ. ეს არის ძალიან ინტენსიური კურსი. მე რო ვთვლი, ანუ ისე თან ხა აქ როგორი ამ კურსის მანძილზე ხა როგორ რაღაც არის, ხო? ყოველ თვეში ჩვენ გვესმის რაღაცა ახალი გამოდის AI-სთან დაკავშირებით, რაღაცა ახალი AI-ს განვითარების მიმართულებით, რაღაცა მოხდა ახალი. ანუ ამიტომ ესე იგი აქ როგორ რაღაც არის ხა მე რო ეს სილაბუსი რომ აქვს შედგენილი, ხო? ყოველთვის აი ეს სილაბუსი რაც არის დაპირება, ანუ აი ეს ახლა მე რა ამ ლაივს რო ვაკეთებ, მე აქ ესე ვთქვათ ოფერს ვაკეთებ სილაბუსისას, ხო? ამას ახლა მე ხვალე ვერ შევცვლი. ხო გესმით? შესაბამისად მე რო ვიცი რომ ამას ხვალ ვერ შევცვლი, იმიტომ რომ ახალი რაღაცა გამოვიდეს, ამიტომ მე ამ სილაბუსში უნდა ჩავდო ისეთი უნივერსალური რაღაცები, რაც ან არ იცვლება, ან იცვლება ძალიან ნელ-ნელად დროთა განმავლობაში. რაც არის ფუნდამენტალები და პრაქტიკაში იმ ერთის მხრივ ფუნდამენტალებს სწავლობს, მეორე მხრივ
პრაქტიკაში რაღაცების გამოყენება ვსაუბრობ. ეხლა ამაში რომ მე დავუშვათ ამ წუთას რაც ესე ვთქვათ, ამ წუთას რაც აი ზუსტად ამ წუთას რაც პოპულარულია და რაღაცა ყველა ლაპარაკობს, ის ჩავდო, ისეთი რაღაცა ჩავდო, ხა ერთი თვის მერე შეიძლება ეგ საერთოდ სხვა რამე იყოს პოპულარული, ხო? და ესე ახლა ხო არ ვიხტუნავებ წინ და უკან, ამიტომ ესე იგი აქ ლაპარაკი არის იმ ძირითად ხაზებზე და ესე იგი იმ ფუნდამენტალებზე და ამასთანავე პრაქტიკულ რაღაცეებზე და პრაქტიკული უნარჩვევებისგან მუშაობაზეა მიმართული ეს კურსი, რომელიც ნებისმიერ ვარიანტში მოგცემს იმას, რომ გახვიდეთ შრომის ბაზარზე და იყოთ დასაქმებადი, კონკურენტუნარიანი. ესეთი რაღაცა არის. აქ რაღაცა მოიწერეს კიდე. რა არის ჩემი რა სტეპზე ხარ? ხო, მე ვარ junior AI developer-ი, junior backend developer-ი, თუმცა backend-ში ცოტა უფრო მეტი ვიცი, ვიდრე AI-ში. მე ეს ვარ, ანუ რა, და backend-ზე ცოტა front-იც მიწერია, ესე რომ ვთქვათ, მონაცემებთან მუშაობაც შემიძლია. კონკრეტულად მე თუ მეკითხები, რეალური პროექტებიც გაკეთებული მაქვს, რა თქმა უნდა, და პარალელურად თქვენ ხო მაგაზე წეგან ვისაუბრე. მაგაზე წეგან ვისაუბრე, ანუ თქვენ იქნებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტაჟიორი და შეძლებთ იმუშაოთ სტარტაპებისთვის და პატარა ბიზნესებისთვის, როგორც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ისევე სხვა იმ ყველა იმ მიმართულებით, რაც არის მიმდებარე სფერო. წეღარაზეც ვილაპარაკე. ხო, არაუშავს. ის არის GitHub-ის აკაუნტი თუ გაქვს, ბარემ ამას ჩაგიგდებ და შეგიძლია ეს წაიკითხო, იცოდეთ, ერთი წამით. წეგან ჩავაგდე ზემოთ თუ ახლა, მაგრამ ბარემ ახლა მაშინ ახალს ჩაგიგდებ, ანუ რა. ხო, აი ეს რო ნახო, აქ წაიკითხავ ყველაფერს, კარგად წერია მანდ. კი ბატონო. მოდი ახლა რას დაგვჭა ეს შეკითხვები ვნახოთ. ესე იგი, აქ ჩვენ მოდიშით. კი ბატონო, ხედავთ ხო ჩემს ეკრანს? აბა დაწერეთ ჩატში ხა ხელოვნური ინტელექტისთვის მნიშვნელოვანია სპეციფიკურად დამუშავებული მონაცემების დიდი რაოდენობა, ეფექტური ალგორითმები, საჭირო სიმძლავრის ჰარდვეარი, ყველა ზემოჩამოთვლილი პასუხისმგებია, თუ ვიტყვით, რომ უკვე გაწვრთნილი ზოგიერთი ხელოვნური ინტელექტის გაშვებასაც ძლავრი ჰარდვეარი სჭირდება. დაწერეთ აბა პასუხები ჩატში. სხვებას დაწერეთ, გამიხარდება. კი ბატონო, კიდევ დაწერეთ. კი, ყველა სწორად გაიცით პასუხი. არა, მეხუთე პასუხი აქ საერთოდ არ არის. ხო, მეოთხე. კი ბატონო. ხო, არაუშავს. ხო. კი ბატონო და მოდი აბა ერთი ბარემ ეს ჩავიდეთ, ბოლო შეკითხვა არის, ესე იგი რა განსხვავებაო, ესე იგი LLM-ს და AI აგენტს შორისო. LLM-თან კომუნიცირება შესაძლებელია მხოლოდ პროგრამირების ენის გამოყენებითო, AI აგენტთან კომუნიცირება შესაძლებელია მხოლოდ პროგრამირების ენის გამოყენებითო, ორივესთან შესაძლებელია კომუნიცირება ბუნებრივი ენის გამოყენებით, თუმცა შესაძლებელია ხანდახან გამონაკლისი იყოს AI აგენტიო. მოდი დაწერეთ ახლა ამაზე რას ფიქრობთ, ეს ისეთ ბოლო შეკითხვა. ბოლო არ არის, ბოლოს წინა შეკითხვა, მაგრამ ნუ ის ბოლო შეკითხვას არ გვინდა დავანებოთ თავი, ესე რომ ვთქვათ. დაწერეთ რას ფიქრობთ. კი ბატონო, მესამე პასუხია სწორი. მესამე პასუხი არის სწორი, ანუ
ესე იგი, კი ბატონო, მესამე პასუხი არის სწორი. ნუ აქ ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ბუნებრივი ენის გამოყენებით უნდა იყოს შესაძლებელი კომუნიცირება ორივესთან, კომუნიკაცია. მაგრამ ხანდახან AI აგენტი შეიძლება, ან წინასწარ გაწერილ ბრძანებებს ასრულებდეს, ან რაღაცა აპლიკაციის ნაწილი იყოს, რომელიცაც პირდაპირ ისე ვერ დაეკომუნიცირები LLM-ის გამოყენებით, თუმცა ხშირად LLM-ებიც ჩაშენებულია AI აგენტებში, ესე რომ ვთქვათ. ხო. კი, მესამე არის. კარგით, მოდით, პრინციპში ახლა მე, ესე იგი, მე პრინციპში ახლა აქ ესე იგი, მოვჭი, რაც მინდოდა სათქმელი ყველაფერი, ესე იგი, გითხარით და რა ვიცი, თქვენ თუ რამე შეკითხვები გაქვთ, დამაყარეთ, რომ რაზე ეხლა მოვჭი, ამ სათქმელი სალაპარაკო დამთავრდა, მაგრამ თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, გავარჩიოთ ნებისმიერი საკითხი, არ არის პრობლემა. თუ რამე შემიძლია, რაზეა ლაპარაკი. ისმენთ. კაცრავად, პითონის ენაზე შეისწავლება ეს AI თუ როგორ არის? კი. პითონს პრაქტიკულად კონკურენტი არ ყავს მიმართულებით. პითონზე რამოდენიმე რაღაცის სწავლა შეიძლება, ესე რამოდენიმე რაღაცაში პითონი, თუ მოდი რა შემთხვევებში არის პითონი ყველაზე კარგი არჩევანი. რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, კიდევ არსებობს ესეთი სკრიპტინგის მიმართულებით. სკრიპტინგი არის პატარ-პატარა კოდების წერა, რომელიც რაღაც პატარა საქმეს გიკეთებს, ავტომატიზაციას გიგვარებს, ხო? პითონის უპირატესობა რა არის? ხო, პითონის უპირატესობა არის ის, რომ ძალიან ყველაზე მარტივად სასწავლია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თვითონ დეველოპმენტის დროს მიაქვს ძალიან ცოტა სხვებთან შედარებით ცოტა დრო. იმიტომ რომ მარტივი სინტაქსი აქვს და ძალიან ბევრი დიდარი ბიბლიოთეკები არის მზა საშუალებების ნაკრები, ესე რომ ვთქვათ, რომელიც შენი მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენო, ხო? და ნულიდან არ გიწევს რაღაცეების წერა, ხო? და არის კიდე ერთი მიმართულება, სადაც ესე იგი პითონის პრინციპში კონკურენტი არ წყავს, ეს არის პროტოტიპირება. პროტოტიპირება რას ნიშნავს, იცით? აი, უყურეთ, როგორი მომენტი არის, რომ ესე იგი მანდ რაღაცა დაუშვათ ჩვენ ვართ არის ხარ პროგრამისტი და გეუბნებიან რომ აი ესეთი რაღაცა უნდა გამიკეთო შენ მე მაგათაც საიტი უნდა დავწეროთ და ესე იგი აქ საიტის დაწერაზე კი არ არის თვითონ ლაპარაკი რომელიც გაეშვება და რეალურ იმას იზავს ხო მაგაზე კი არ არის ლაპარაკი აქ რეალურ იუზერებს ექნება ისა ხო რეალური საიტი იქნება მაგაზე კი არ არის წინარე საიტზე არის ლაპარაკი რომელიც ჩვენ უნდა დავწეროთ უცებ გავუშვათ და ვნახოთ რას მივაქციოთ ყურადღება როგორ იმუშავებს რაღაცა მე შეიძლება საერთოდ სხვა ენაზე დავწეროთ ეგ პროექტი ხო ან შეიძლება ისევ პითონზე დავწეროთ მაგრამ უფრო სხვანაირად ხო სხვა ფრეიმვორკის გამოყენებით ან რაღაცა აი ამას ქვია პროტოტიპირება რომ წინასწარ უცებ აი საცდელი ვერსია აბა დავწეროთ გავუშვათ ვნახოთ რას მოგცემს რას მივაქციოთ ყურადღება იმიტომ რომ ყველაფერს წინასწარ ვერ გაითვალისწინებ რაღაცები უნდა ნახო უკვე გაშვებულზე უნდა ნახო რა ესე რომ ვთქვათ და ესეთი რაღაც წინარე ვერსია რომელიც არ არის მუშა ვერსია ესე რომ ვთქვათ პროდაქშენის ვერსია აი მაგის პროტოტიპირებისთვის გამოიყენება ну ისე ყველაფერს წერენ ხა ეგ ხო როგორ არის ანუ ყველა ენით ყველაფრის ბოლო-ბოლო ყველა ენით ყველაფრის დაწერა შეიძლება ბოლო-ბოლო მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე რომ ხა რომელი ენა რა სფეროშია მოთხოვნადი და ნუ ახლა მან ცოტა ისეთი თემა რომ ანუ ენის შემთხვევაში არა მარტო მნიშვნელობა აქვს რომ რამდენად სწრაფია რამდენად ბევრი ელექტროენერგიას ხარჯავს რამდენად მეტ ოპერატიული მეხსიერებას მოიხმარს არამედ ლაპარაკია იმაზე რამდენად ადვილად შესასწავლია რამდენად ადვილად გამოყენებელია რამდენად დიდი community ყავს ესე იგი ნუ რომელი საქმისთვის უფრო მოხერხებულია რომელი საქმისთვის უფრო არ არის მოხერხებული და ასე შემდეგ ნუ ეხა მან ბევრ ნიუანსს აქვს უშუალობა როცა ენაზე ვლაპარაკობთ მაგრამ პითონი არის ესეთი ისა რომ პითონი კი ამბობენ რომ მანქანაზე გაშვებული ნელიაო პითონიო მაგრამ საქმე იმაშია რომ ზუსტად იმ საქმისთვის რაზეც აი აქ ხურეთ აქ რომ
აი აქ ესეც რომ თქვი ჩვენ აი აქ ამ თავში აქ მაგალითად ეს არის ბიბლიოთეკა რომელიც მძიმე კალკულაციების დროს გამოიყენება. ეხლა მძიმე კალკულაციების დროს ეხლა სუფთა პითონზე რო იყოს ჩვენ იგივე კალკულაციები, ეს ბიბლიოთეკა რო არ გამოვიყენოთ და რაღაცა კალკულაციები, მატრიცების გადავრავლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ესე იგი გავაკეთოთ სუფთა პითონით, რა თქმა უნდა, გაცილებით ნელი იქნება. შედარება არ შეიძლება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ აქ NumPy-ს რო ვიყენებთ, მანდ კი პითონზე ვწერთ კოდს, მაგრამ მაგას ანუ მაგის უკან პითონის სინტაქსით რომ წერთ კოდს, უკან მუშაობს C. ანუ არის ესეთი ენა, რომელიც არის ძალიან სწრაფი და ძალიან პერფორმატიული, მაგას ეძახიან დაბალი დონის პროგრამირების ენებს და შესაბამისად ეგ პრობლემა მოგვარებულია, ანუ პითონი რომ ნელია, ეგ აქ ხელს არაფერს შეარ გვიშლის. ხო და ესეთი ამბავი არის რა. პანდასი NumPy-ზე არის დაფუძნებული, ესე რომ ვთქვათ. წერა რომ არ თავიდან თუ იყავით თქვენ, ესე PyTorch-ი რო ვახსენე და TensorFlow კიდე ანუ ხშირად ხდება რომ არის ესეთი ენა C++, Rust-ი, ეს ახლა ახალი ენა, რომელიც ანუ ესე იგი უკან მუშაობს, ანუ რა, გარედან ესე შეფუთულია Python-ში და ეს კოდს წერ Python-ზე, მაგრამ რეალურად უკან მუშაობს სხვა ენა. ნუ პირდაპირ იმ ენაზე რო დაგვეწერა, ცოტა კიდე უფრო სწრაფი იქნებოდა, მაგრამ თითქმის იგივე მიახლოებით იგივე სისწრაფით მუშაობს კოდი, ხო? პერფორმატიულია ის თითქმის განსხვავება არის, მაგრამ ეს არ არის ესეთი დრამატული განსხვავება, რომ Python-ი გადავაგდოთ და იმ ენას მოვკვიდოთ ხე, თუმცა თუ ეგ შეიძლება ეს ის არის მოხდეს, რომ რაღაცა მომენტში გადახვიდე და სხვა ენა ისწავლოთ, ხო? ენების ძალიან ეხლა ითვლება ბევრი რამე მაგ ენების კუთხით. აი ზუსტად ეხლა მიმდინარე მომენტში არ მინდა ახლა მაგაზე ახლა ვერ ვიმართვიდო, მაგრამ ნუ ესე ვთქვათ ახალი ენები შემოდის, რომლებიც დაუშვათ ცდილობენ რომ ესე იგი ნიშა წართვან, კი არ წართვან, მაგრამ ნუ რაღაცეებში ჩაანაცვლონ ის ესე ვთქვათ ენები, რომლებიც უკვე დიდი ხანია არსებობენ, ესე რომ ვთქვათ. რა თუ გავეციან შეკითხოს პასუხი. კი ბატონო, მადლობა დიდი. არაფერს. კიდევ თუ რამე შეკითხვა არის, დამისვით, ილაპარაკოთ. მე მაკლაშა ერთი შეკითხვა. ხო. აი მე Python-ის საფუძვლები გავლილი მაქვს პრინციპში და ეხა იმ პროცესში ვარ, რომ ვამოღამებ პრაქტიკულად რა Python-ს. ხო. და რამდენად აი შენი რჩევა მინდა, რამდენად სწორია გადასვლა ეხა ამ AI engineering-ზე მიმართულებით, რომ ეხა მოთხოვნადი იქნება ეგ ფაქტია და მე მომწონს რომ ახალია. აი ამ სიახლის გამო რომ შეიძლება აი პირველი ნაკადი რო ვიქნებით და აი პირველი ტიპები ვიქნებით, თუმცა ეს გვეცოდინება მეტნაკლებად, ეს ძალიან ხიბლავს რა ამ სფეროში. ხო და რამდენად სწორი იქნება რომ აი გადმოვიდე ამ მიმართულებით. ესე იგი სწორი ანუ სწორი როგორ გითხარ ხა მე ისა ბაჩუ შენ ხო ხარ ანუ შენ ხომ ამრაგები ესე იგი როგორი მომენტი არის იცი რომ მანდ როგორი რაღაცა არის რომ შეგიძლია რომ გადმოხვიდე ამ მიმართულებით არაფერ სირთულეს არ წარმოადგენს ოღონდ აქ რაზე არის ლაპარაკი რომ აი მაგალითად ხო პრინციპში კაცმა რომ თქვას აი ამ კურსის მაგალითად რომ ვილაპარაკოთ მე-15 თავის ჩათვლით თუ არ ჩავთვლით აი ამ NumPy Pandas-ი მატლუტლები და აი SQLite არის SQL არის ცალკე ენა დეკლარატიული პროგრამირების პარადიგმის ენა Python-ისგან განსხვავებით Python-ი არის იმპერატიული პროგრამირების პარადიგმის ენა თუ არ ჩავთვლით ამ ორ თავს პრინციპში ხო აი ამ ორ თავს და ამ ორ თავშიც მაინც აქ ინდექსაციის დროს მაინც Python-ს ვიყენებთ, ანუ სუფთა Python-ს ვიყენებთ, ხო?
და აქაც პითონურ კოდს ვიყენებთ, ხო? პრინციპში ახაც ეს ორი თავიც არ არის გამონაკლისი. მე-15 თავის ჩათვლით მივდივართ ისე, რომ პრინციპში პითონს ვიყენებთ. იმ შენ რაც თქვი, რომ ეს საფუძვლებიო მაქვს ასწავლიო და რაღაცაო, პრინციპში ეგ შენ რაც ოდნაც გააქვს, ხო? მე ხო ვიცი ახლა შენ რაც ოდნაც გააქვს. პრინციპში ეგ მაქსოდვის ხარჯზე მივდივართ, მაგრამ დავალებების კეთების კუთხით. მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ უყურე როგორი რაღაცა არის, ესე იგი, ერთის მხრივ ამ კურსის მანძილზე ვისწავლით AI-ს უკან რა მექანიზმები, რა ლოგიკები, რა ალგორითმები მუშაობენ, რომ გვესმოდეს AI, რა მათემატიკები, ის პატარ-პატარა მათემატიკები მუშაობენ და მეორეს მხრივ მაქედან მაგას რო გავიგებთ. მაქედან AI-ს პრაქტიკაში გამოყენებამდე არის ძალიან დიდი გზა. ანუ რაზე მაქვს ლაპარაკი, რომ ჩვენ ამ გზას მთლიანად არ გავივლით. ჩვენ უბრალოდ ესე იგი ვისწავლით მაგალითად AI chatbot-ის შექმნას მინიმალისტურ დონეზე, ჩვენ ვისწავლით ესე იგი AI აგენტების წერას, მაგრამ ამასთან ერთად ესე იგი ჩვენ აი Hugging Face-ი მაგალითად ეხლა რომ ვახსენე, ხო? აქ მზა AI საშუალებები არის. უკვე გამზადებული, ხო? აუცილებელი კი არ არის, რომ ყოველ ჯერზე ხელით ვწეროთ ჩვენ რაღაცები და Scratch-დან ავაწყოთ. ხანდახან შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ უკვე მზა საშუალება, თული, იარაღი ავიღოთ და დავაინტეგრიროთ ჩვენს კოდში. ანუ მე ისი თქვა მინდა, რომ პრინციპში შენ რა უნარებიც გააქვს, ეგ უნარები შენ გამოგადგება მე-15 თავამდე აუცილებლად. და მე-15 თავის მერეც რა თქმა უნდა გამოგადგება, მაგრამ მაგ უნარებთან ერთად მე-15 თავის მერე შენ დაგჭირდება ესე იგი მოძებნის, გამორკვევის, მოტანის და კონფიგურირების, შენს კოდში ჩასმის, გადაბმის, ცოტა მოდიფიკაციის, რომ შენ რაც გჭირდება იმ მიზანზე მოარგო და ასე შემდეგ, ეს უნარები. და თვითონ დარგის მოთხოვნადობას თუ მეკითხები შენ, რომ აი რამდენად მოთხოვნადი იქნება, რომ გადმოვიდეო მაგ იმაშიო, მე ამ კურსს, რომ ეს კურსი საერთოდ მე ჩემი მხრიდან გიპასუხებ მაგას. აი ეს ამ კურსს საერთოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ მე მგონია, რომ 10 წლის მერე და 15 წლის მერე ყავისმად უღარა აღარ იქნება, რომ რაღაცა AI-ის ელემენტები არ იყოს შეგნით. ხო და რავი, ანუ რა გითხრა, ანუ სხვა ამაზე მეტი შენზეა დამოკიდებული რასიზა. მე თუ მეკითხები ჩემი აზრით უეჭველი ეს არის მომავალი. ვაი, მეც ისე მგონია, რომ მომავალი უეჭველია და თან კიდე აი პითონს 5 წლის წინ რო აყვე და აი დღეს აყვე, ხო სხვადასხვა ეს არის და აი ეს რო ახალია და აი პირველივე იმიდან აყვები, მე მგონია, რომ ბევრად უფრო პერსპექტიული არის ეს მიმართულება. აი პირველივე დღიდან ამას მისდევ და ეს იცი, ესე რომ ვთქვათ რა. უყურე, ჩვენთან ალგოუნიში ყოველთვის ჩვენ ვუყურებთ როცა სილაბუსი, საერთოდ სილაბუსი არ ჩამოვარდა, ყოველთვის ჩვენ ვუყურებთ რა ხდება შრომის ბაზარზე და მეორეს მხრივ ჩვენ რომ ვუყურებთ რა სიტყვენ შრომის ბაზარზე, მაგასთან ერთად ჩვენ ვუყურებთ რომ ჩვენ რომ შევადგინეთ ეს სილაბუსი იმის მიხედვით რაც ხდება შრომის ბაზარზე და მივაწოდეთ სტუდენტების მხრიდან რა ხდება ამის მიმართ, როგორ გადიან ამას, სად უჭირთ, სად არ უჭირთ, რომელი თავის მერე რომელი ჯობია რო იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო ხდები, ანუ ეხა მაშინ ამ კურსში ჩვენ მოვიტანდით და ჩავდებდით რაღაცა ისეთ რაღაცეებს, რომელსაც 10-დან 9 სტუდენტი ვერ გაივლიდა, ხო? და მაგას მაშინ რა მნიშვნელობა აქვს? ანუ თან უნდა იყოს სილაბუსი იმის მიხედვით შედგენილი რა ჭირდება ბაზარს, რა სიტყვენ ბაზარზე და მეორეს მხრივ სილაბუსი უნდა იყოს იმის მიხედვითაც შედგენილი, რომ რის დაძლევა შეუძლიათ სტუდენტებს. ხო გესმის, ანუ აქ რა მომენტი არის, ანუ ეგ არის ოქროს შუალედი არის სანახავი რა. ესეთი ამბავი არის. მაგრამ ეს კურსი ოქროს შუალედზე უფრო მეტად კიდე იქეთ არის, იქეთ ბაზარი რასაც ითხოვს ამ წუთას და ეს კიდე მე სექტემბერში რო გაეშვება, შეიძლება რაღაცეები გამოცდილება გვაჩვენოს, რომ რაღაცეები შესაძლებელია. ეს მუდმივად ჩვენ ამას მუდმივად უყურებთ. მასე ასე დაზეპირებული სილაბუსი 5 წლის მანძილზე კი არ მიმდინარეობს.
ხო ხტები რისი თქმა მინდა. ხო და ანუ ეგ მომენტი არის რა. ანუ მე ვერ გეტყვი ხა. მე შენ თუ მე მეკითხები რჩევას, ხო, ჩემი მხრიდან მე ვფიქრობ, რომ კი ბატონო, ეს არის, ამას გეუბნები. ხო და დანარჩენი ხა გარანტირებულად მე რომ მე არ ვიცი, ანუ ერთი წლის მერე და წლნახევრის მერე, ანუ კონკრეტულად რა საქმის კეთებით ვიქნები დაკავებული, რომ ეს რაღაცა ამ კოდის წერა იქნება, ისეთნაირი პროექტების წერა იქნება, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, ხო ხტები ანუ რა. ესეთი ის არის, მე კი ვიცი ზუსტად რაც მინდა, მაგაზე კი არ არის ლაპარაკი, მაგრამ გარემოებები რა სიტყვობს ეგ კიდე ის არის, ხო? წეღან რას თქვი, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ უფრო აბსტრაქტული, ესე იგი, რაღაცა პროფესიები გამოჩნდეს, რომელიც ახლა წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. არ ჩანს ეგ პროფესიები, ხო? ეხლა. იმიტომ რომ არ გამომდინარეობს არაფრიდან მაგათი წინასწარმეტყველება, რომ თქვა, რომ აი მაგალითად რა, ანუ მაგალითად რომელი პროფესია თქვა ეხლა, რომ აი რას შევადარო. მაგალითად არ იყო, ესე იგი, არ იყო მანქანა, არ იყო მანქანის შემკეთებელი. ხო? არ არსებობდა ესეთი რამ. მაგრამ რაღაცა მომენტში გაჩნდა მანქანა და ეგრევე გაჩნდა მანქანის შემკეთებელიც. ხო? ვულკანიზაცია არ არსებობდა. მაგრამ გაჩნდა ეგრევე ვულკანიზაცია, ხო? ესეთი მომენტი არის რა. მადლობა. არაფერს. კიდევ რაიმე შეკითხვები თუ გაქვთ, არ მოგერიდოთ. შეკითხვები დამაყარეთ. რაღაცა მოიწერეს აქ და ჩემი აზრითო Python-ი, Java და C++-ი must არის, ხა რასაც ისწავლე. შეიძლება გამოუსადი გახდეს ეს სფერო, რომელიც ძალიან სწრაფად მიდის წინ და სწორ პროგრამს ვერავინ მოგცემს. ვექტორს კი ის არის, ხო, ანუ წეგან ზუსტად მაგას ლაპარაკობდი. ესე იგი, ვითარდება ეს ის არის. ხო, რაც შეეხება Java-ს და C++-ს, მათ ცოტა რაღაცები ხდება ეხლა. რა თქმა უნდა, Java-ზე და C++-ზე რაც უნდა ლაპარაკი, ეს ლაპარაკია ობიექტზე მიმართული პროგრამირების პარადიგმის ენებზე, ანუ რა, ეგ უფრო ლაპარაკი არის, რომ ერთბირთვიანი კომპიუტერები რო ერთბირთვიანები იყვნენ და მე როგორ მოხდა ხა ეგ ცოტა ისეთი რთული თემა. რა თქმა უნდა, Java-ზე და C++-ზე იმდენი კოდია დაწერილი, რომ მაგ ხა ეგ კიდევ 30 წელი ალბათ სამუშაო იქნება მაგენებზე და იმ კოდს მოვლა და გამართულად ის ჭირდება და მიხედვა ჭირდება, ხო, ხა მაგაზე არ არის ლაპარაკი. ხო, ესე იგი, მაგ ცოტა სხვა რაღაცებზე არის ლაპარაკი ხა ამ შემთხვევაში და ხო, არა, კი, უბრალოდ C++ ცოტა კი კონკურენტი გამოუჩნდა, წეგან მე ვთქვი Rust-ი მეთქი და ეხლა ზუსტად ეხლა მიმდინარე ის არის, ეხლა მაგაზე ის არის ლაპარაკობენ რა. ხო, თუმცა უნდა ითქვას, რომ თვითონ C++-ისა Rust-ის კომპილატორი, ეს ვინც იცის ახლა პროგრამირება, Rust-ის კომპილატორის ბექი არის დაწერილი C++-ზე, ანუ რა, ჯერ Rust-ზე ისე მაინც არ არის, ესე იგი, რომ ესე იგი Rust-ზე არ არსებობს სტრატეგიები, როგორ უნდა ვწეროთ აი ოპტიმალური კოდი, ესე რომ ვთქვათ რა. ხო და ახალგაზრდა რა და Java-ც ისეთი მომენტია, რომ ხო, ანუ რა, ესე იგი ხა უფრო Java უფრო ესე მონოლითურ ერთიანი აპლიკაცია რო იწერება, Java-ზე ეგ არის ძალიან მოსახერხებელი რა. Java-ზე ეგ არის მოსახერხებელი და ეხლა უფრო მიდის აი ეს წეღანახ რაც ვთქვით. ხო, არ ვიცით. იგივე შენს დათქვამს გავიმეორებ, რომ რა ვიცით მომავალში რა იქნება, შეიძლება 5 წელი დაჭირდეს. რა ვიცი, ახლა Google-მა და იმეებმა, Microsoft-მა თქვა, რომ ჩემი რაღაცები Windows-ის რაღაც ნაწილები უნდა გავწერო Rust-ზეო. Google-მა თქვა, რომ Rust-იო
და იქ კიდე სხვებმაც თქვენს ახლა რაღაცა კომპანიებმა თქვენს რა სტიოდა. არ ვიცი, ნახოთ. არ ვიცით, რა ვიცით. ჩვენ უნდა ვიყოთ ადაპტირებადები ნებისმიერ შემთხვევაში გარემოს მიმართ, ხო? ხო, არ ვიცი, ახლა ეგ ისეთი მომენტია. ხო, დღეს უკვე მიკროსერვისებზე არის აქცენტი გადატანილი, რომ მიკროსერვისების სხვადასხვა უპირატესობები აქვს, ესე რომ ვთქვათ, აქ რაზეც არის ლაპარაკი დოკერი, დოკერ კომპოუზი და რაღაცა ხო, ესე რომ ვთქვათ, ახლა დოკერზე ისიც არის, რომ ესე კუბერნეტესიც არსებობს ორკესტრატორებს, რასაც ეძახიან. და ესე იგი აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ერთი სერვისი თუ დაეცა, დანარჩენები აგრძელებს მუშაობას და გარდა მაგისა, საერთოდ თუ გინდა ერთი სერვისი დაწერე Python-ზე, მეორე JavaScript-ზე, მესამე საერთოდ იმაზე C#-ზე, რა ვიცი როგორც გინდა, ესეთი ამბავი არის, უფრო ესე გოლანგი შემოვიდა, კიდე ახალი ენა, ესე რომ ვთქვათ, ეგეც Rust-ის, ესე ვთქვათ, თაობის ენა, ესე რომ ვთქვათ. ხო, რა ვიცი, სხვა შეკითხვები რაიმე ხო არ გაქვთ? კარგით, მეგობრებო, შეკითხვები თუ არ გაქვთ, დავემშვიდობოთ ერთმანეთს, გისურვებთ წარმატებებს და რა ვიცი, წინ და წინ. მადლობა. არაფრის. მადლობა ძალიან საინტერესო ლექციისთვის. გაიხარე. მადლობა. გაიხარეთ. საინტერესო იყო ძალიან. გაიხარეთ, მიხარია მაგას რომ მეუბნებით. მადლობა. გაიხარე. დაგემშვიდობებით წარმატებები. ნახვამდის. წარმატებები ყველა ახალგაზრდას. გაიხარეთ ყველა. გაიხარეთ. ლაშა ბოლოვა და როდის არის ამ პროგრამაში დარეგისტრირებისთვის? ბოლოვა და 9-ში იწყება, მაგრამ 9-ში იწყება ეს, ანუ ეს აიყურე აქ რასაც ხედავ. ხო, მეხუთე თავი ჩათვლა. ხო და გარდა მაგისა მნიშვნელობაც არა აქვს რა, მაგის შემოერთებას წეგან ხო ვთქვი, რომ ანუ რეალურად თუ სამეწორო სერვისს თუ ყიდულობ, ანუ არ აქვს უშუალო როდის შემოუერთდები, როცა გინდა მაშინ შეგიძლია შემოუერთდე, ნებისმიერ შემთხვევაში მენტორი უზრუნველყოფს იმას, რომ თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდება მაგაზე, ანუ ესე იგი მაქცეს პასუხი და კვირაში ორჯერ არის თუ სამჯერ? არის პაკეტი, სადაც კვირაში ორჯერ არის ისა და არის პაკეტი, სადაც ყოველდღე არის, ყველაზე ინტენსიური სამენტორო, რომ ყოველდღე არის და დღეში რამდენჯერაც შეგიძლია შემოხვიდე რა, ანუ 5 დღე უშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხო, როგორც ბექენდზე ვარ, ისე ვიქნები იქაც, ხო? გოსეგები. აი თაკოს მივწერე ის ფასებში და პაკეტებში რა განსხვავებაა თქო და? ხო, კი, პასუხებს. ძალიან კარგი ესეთი არჩევანიც რო არის. აი რომ მუშაობდა, ვათავსებთ ყოველდღე, ხა ძალიან კი მინდა რომ ყველაფერს თავი დავანებო და ამას ჩაუჯდე ყოველდღე, მაგრამ ფიზიკურად არ გამოვა რა. ხოლო კვირაში რამოდენიმე დღე უფრო მაწყობს მე ხა ესე. ამის საშუალება რო არის, ეგ ძალიან კარგია. კი ბატონო. თუ შეიძლება რომ რამე გავიტანოთ სტუდენტის მხარეს, რომ სტუდენტმა გადაწყვიტოს, ყველაფერი გაგვაქვს იქით ამ მხარეს რა. კი ბატონო, კი, იგრძნობა კიდევაც ეგ დამოკიდებულება. გაიხარე. კაი, აბა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით. გაიხარე. დროებით, აბა, კარგად. აბა, კარგად.
რატო არა ვარ 20 წლით ახალგაზრდა, რამდენად ის მივაწევდი? არა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, კაცო, არა. აი, მე მნიშვნელობა როგორ არა აქვს. ძალიან მომწონს პროგრამირება და გვიან აღმოაჩინე. მადლობა დიდი ყველაფრისთვის, ძალიან კარგები ხართ. გაიხარეთ.